საღამო მშვიდობისა, ეს ღია ეთერია. დღეს ჩვენი გადაცემა დაეთმობა დებატებს ბოლო პერიოდის ყველაზე ხმაურიან და აქტუალურ საკითხებზე. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, გრანტების კანონი, სასჯელი კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების გამო. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს ამ თემებზე ხელისუფლების ოპონენტების მოძებნა და დებატებზე დათანხმება ჩვენი გუნდისთვის რთული აღმოჩნდა. ადამიანთა ჯგუფი, ვისაც უშუალოდ ეხება ეს კანონმდებლობა, ვინც წლებია წავედ აკრიტიკებს მართლ გუნდს ამ გადაწყვეტილებების გამო, დღეს უარს ამბობს მაყურებლისთვის ყველაზე სანდო და რეიტინგული ტელევიზიის ეთერში ღიად გამოთქვა საკუთარი აზრით. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ პერიოდულად თავად ითხოვენ ხოლმე პირდაპირ ეთერს იმედზე და ამ მოთხოვნით აქციებსაც მართავენ. დღეს ჩვენ იმედის პირდაპირ ეთერში ქართულ ოცნებასთან ოპონირებისთვის მოწვეული სტუმრების ვინაობას დავასახელებთ. ამ ადამიანების ნაწილმა სხვადასხვა მიზეზით თქვა უარი გადაცემაში მონაწილეობაზე, ნაწილმა საერთოდ არ გვიპასუხა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მაყურებელი იმსახურებს იცოდეს, ვინ არიდებს თავს საჯარო და შინაარსობრივ დისკუსიას. ეს ჩამონათვალი უარის მიზეზების მიხედვით დავყავით. საქართველოში არ იმყოფებიან, ეს მათი მტკიცებით, ქეთი ხუციშვილი, ფონდ ღია საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ყოფილი სახალხო დამცველი. არ სურს საუბარი იმედის ეთერში, კორნელი კაკაჩიას, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელს და თამარ ქაროსანიძეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელს. ვერ ახერხებს გადაცემაში მონაწილეობას ნონა ქურდოვანიძე, საიას ყოფილი თავმჯდომარე, დებატებზე უარია ნიკა სიმონიშვილისგანაც, რომელიც არის სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე. და ბოლოს საერთოდ არ უპასუხეს ჩვენ ზარებს და არც შეტყობინებებს. ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნების ყოფილი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, ასევე ისფედის ყოფილი დირექტორი, ლევან ნატროშვილი, სამართლიანი არჩევნების მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ონიანი, საიას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, ორგანიზაცია დემოკრატიის მცველების ხელმძღვანელი, ლელა ცისკარიშვილი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე, საბა ბრაჭველი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, გურამ იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი. იმედის მაყურებლის წინაშე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შანსი არ გამოიყენა არც გიორგი გახარიას პარტიამ, ორიგინალური არგუმენტით, რომ მათი დეპუტატები ამ თემებზე ისედაც ეკამათებიან პარლამენტში ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარებს და სატელევიზიო ეთერი აღარ სჭირდებათ. ამ ქცევას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, ისევ აქტუალურია ცნობილი სტრატეგია, მხოლოდ ლოზუნგები არ შედიან შინაარსში, ეს ხელისუფლების ველია. ანუ უფრო მარტივად დებატებში არ მონაწილეობენ, რადგან გამარჯვების იმედი არ აქვთ. ღია ეთერის სტუდიაში კი დებატები მაინც შედგება, წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს. დღეს გადაცემაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, მათი ოპონენტები იქნებიან პოლიტოლოგი გია ნოდია, ნიკა ჩიტაძე, ასევე პოლიტოლოგი, ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, პოლიტიკური გაერთიანება გირჩის წევრი. მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა, რომ დღეს მონაწილეობთ გადაცემაში. ჩვენ ეს თემა პირობითად ორ მიმართულებად დავყავით. პირველი ეს არის გამჭვირვალობის პოლიტიკა, გრანტების კანონი და განსაკუთრებით ბოლო ცვლილებები, რაც ასეთ წავედ დაპირისპირებას იწვევს და შემდეგ უკვე კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების დასჯის ინიციატივა, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს თემები გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, კავშირშია ერთმანეთთან და რაც მთავარია, ეს თემები არის ის, რასაც მოიცავს მთელი პოლიტიკური პროცესი ბოლო წლების განმავლობაში, ასე რომ ეს თემები გადავა ერთმანეთში და გვექნება თავისუფალი დისკუსია. პირველს, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარეს გადავცემ სიტყვას, შემდეგ უკვე ოპონენტები რიგითობის მიხედვით, თუმცა თავისუფლად არ შეგზღუდავთ არანაირად აზრის გამოთქმაში, ჩამოაყალიბეთ თქვენი პოზიცია, დასვით კითხვები, თუ კი გექნებათ ოპონენტთან, დააზუსტეთ რისი დაზუსტების სურვილიც გაქვს, მოკლედ შევთავაზოთ მაყურებელს არგუმენტირებული დისკუსია და ვიწყებთ ბატონ შალვა თქვენგან. რა თქმა უნდა, ესე იგი, ეს თემა ზოგადად ძალიან მწვავე დაპირისპირების საკითხი არის ბოლო პერიოდში, მაგრამ აი გრანტების კანონში ბოლო ინიცირებულმა ცვლილებებმა თქვენს ოპონენტებს აფიქრებინო, რომ საბოლოოდ უკვე კანონდება ქვეყანაში დიქტატურა, ასე რომ თქო განმარტეთ აი ეს საბოლოო რეგულირება რა საჭირო გახდა. გისმენთ. მადლობა, მოგესალმებით მაგდა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მივესალმები ოპონენტებს, მადლობა ყველას მონაწილეობისთვის. ძალიან შთამბეჭდავი სია დაასახელეთ ადამიანებსაც, რომელსაც სინამდვილეში ეშინიათ უბრალოდ სიტყვის. და მართლაც და მართალ სიტყვას მე ამის წინათ ვთქვი, რომ
თავარი რის გამოც რასაც უფრთხიან ქართულ ოცნებასთან საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ, ეს არის ჩვენი მართალი სიტყვა. იმიტომ არ არსებობს საკითხი, რომელზეც ჩვენ გვისაუბრია და შემდეგ ხან ერთი კვირა ჭირდება, ხან ერთი თვე, ხან შეიძლება ერთი წელი დაჭირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა წმურდება, რომ ეს არის სიმართლე, რაზე ჩვენ საუბრობთ. ასე რომ მართალი სიტყვის შიში ეს ერთი და მეორე ესეც სწორედ იმ პროპაგანდის ნაწილი არის, რომელსაც ახლა თავს ახევს ამ შემთხვევაში როგორც ხვდები ეს ძირითადად იყვნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, თავს ახევს ქართულ საზოგადოებას, რომ აუკრძალოს კრიტიკული აზრის მოხსნა, აუკრძალოს სხვადასხვა აზრის ერთმანეთთან შეჭიდებით საკუთარი დასკვნების გამოტანა და დასვას იმ ნარატივზე, რომელზეც მათ სურს რომ დაждენ. ასე რომ ესეც ერთი კარგი ხილება და ლუსტრაცია არის თუ სინამდვილეში რამდენად დემოკრატიულები არიან უცხოეთიდან დაქირავებული ზოგიერთი ორგანიზაცია. რაც შეეხება თემას, აქაც ზუსტად ის არის. ის რაზე ჩვენ საუბრობდით რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამ ყველაფრის დღეს დადასტურება ხდება. უცხოური გავლენა და ზოგადად თანამედროვე სამყაროში და დღეს განსაკუთრებით ჩვენ ხედავთ, რომ არის ბრძოლა იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებებზე გავლენები მოიპოვონ და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები, სისწრაფე ინფორმაციის გაცვლისა იძლევა ბევრ შესაძლებლობას, ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ის რაც ადრე შორი იყო, უშუალო ჩართულება შეუძლებელი იყო, დღეს უფრო შესაძლებელი არის, აგერ რუსთაველის გამზირზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირდაპირ მიტინგზე დადგნენ, ეხლა ასეთი რამე რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო ლოჯისტიკურადაც კი, თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ სითავხედეს, რაც ამის უკან დგას. ამიტომ ფაქტია, რომ ეს გამოწვევა არის და ამ გამოწვევაზე დღეს ყველა საუბრობს. არ არსებობს ქვეყანა, არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც დღეს უცხოური გავლენის რისკებზე არ საუბრობს. ჩვენ ეს ამის პირველი განგაში ქონდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც პირველად დავინახეთ, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი დონორი შეთანხმებულად მოქმედებდნენ არჩევნების შედეგების გასაყალბებლად. გულისხმობ USAID-ის და ISFET-ს, რომელსაც ვიცით ჩვენ დადასტურებულად, რომ ორივე გვიმალავდა ხელისუფლებასა და საზოგადოებას სიმართლეს და ყალბ პარალელურ დათვლის შედეგებს ახვევდა თავს საზოგადოებას, რაც დაპირისპირების საფუძველი იყო. ამის შემდეგ ბევრი ეტაპი იყო, ამაზე გვექნება ალბათ კიდევ მსჯელობა, როდესაც ჩვენ შანსი მივეცით არასამთავრობო ორგანიზაციებსა, დონორებსაც თავად ეზუნათ გამჭვირვალობაზე, რაც არ გააკეთეს და შემდეგ საკანონმდებლო რეგულაცია გახდა საჭირო პერიპეტიებით, თუმცა ყველაფრის წერტილი დაუსვა, თუ ფარდა ახადა, ორივე შეგვიძლია გამოვიყენოთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა პირველივე დღესვე, ინაუგურაციის დღესვე 20 იანვარს ხელი მოაწედა მის აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ეხებოდა ამერიკული უცხოური დახმარების შეწყვეტას, შეკვეცას დასაბუთებით, რომ ეს გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებში, ასე ვთქვათ, გამყოფი იდეოლოგიების თავისმოსახვევად, დესტაბილიზაციისთვის სხვა ქვეყნებში. და რაც მოყვა ამას ყველაფერი უკვე ძალიან კარგად ვიცით. ასე რომ ჩვენი სიმართლე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უცხოურ გავლენებს სჭირდება და უცხოურ ფულს სჭირდება ფრთხილი მიდგომა, სჭირდება გამჭვირვალობა და რეგულაცია. ბატონ გია, უნდა იყოს თუ არა გამჭვირვალე რეგულირებული უცხოური დაფინანსება, მით უმეტეს რომ მართლა მთელი მსოფლიო უკვე ამაზე ლაპარაკობს, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მოიყვანა ბატონ შალომ, საერთოდ უარი თქვა USAID-ზე ვაშინგტონის ახალმა, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციამ შეერთებული შტატებისა. თქვენ რას ფიქრობთ? ხო, მე შემიძლია არ დავიწყო იმ თემით, რითაც თქვენ დაიწყეთ, ანუ რომ აი უამრავმა ადამიანმა ვარი თქვა და მე არ გამკვირვებია, რომ უამრავმა ადამიანმა ვარი თქვა. ეს ხომ არის შესაძლებლობა, რომ ამას ახსნას ვაპირებ ახლა და მეც ძალიან ვიყოყმანე, შეიძლება ისე ითქვას და რამ გადაგაწყვეტინათ გითხარით. ბევრს ჩემს ნაცნობს ალბათ ძალიან გაუკვირდა, მე რო აქ და ნუ ორ ძირითად მიზეზს გეტყვით, რატომ არ მიკვირს რომ ხალხი არ მოდის, ერთი რომ ნუ ძალიან ძნელი დასაჯერებელია რომ მართლა არსებობს რაღაც დებატების ნება, ნუ მრავალი წელია იმეც დებატები არ ქონია და ასე ვთქვათ სამთავრობო ტელევიზიებს დებატები არ ქონიათ და არც ასე ვთქვათ არასამთავრობო ტელევიზიებში არავინ არ მიდის, ასე რომ ეს
ასე ვთქვათ, დებატები ფორმალურად კი დემოკრატიული ფორმაა, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავრობის სადღაც ზედა ეშელონებში რაღაც ჭანჭიკი გადატრიალდა და ჩათვალეს, რომ მოდი მოვაწყოთ დებატები და მოვაწყოთ ისინი, ასე ვთქვათ, მთავრობის ჯიბის ტელევიზიაში ბოდიში ამ გამოთქმისთვის. ეს თქვენი გადაწყვეტილება. ხო, თქვენი გადაწყვეტილება ეს ხადი არ ყოფილა, იმიტომ რომ მანამდე შეგეძლო დებატები. მე შემიძლია აგეხსნათ, რატომ არ იმართებოდა დებატები იმეზე. სხვა რომ აღარ გვინდა დებატები, აღარ იქნება. ასე რომ უნდობლობა იმისა, რომ აქ რაღაც დებატების სურვილი არის, რთულია და სამწუხაროდ ეს ტელევიზია საკმაოდ დისკრედიტირებულია. მაგრამ მეორე არის ის, რომ ეს ძალიან უცნაურ თემა თვითონ, თემას რომ მიუახლოვდეთ გრანტების კანონის, დებატები გულისხმობს რაღაც ურთიერთპატივისცემაზე აგებულ დიალოგს, ხო, რაღაც ასეთი რამეა. რაღაც უნდა ვიგულისხმოთ, რომ ჩვენ პატივს ვცემენ და რაღაც თქვენ უნდა იგულისხმოთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, მაგრამ ის კანონები ორივე, რომელიც დღეს სადებატოდ არის გამოტანილი, ის მაცხადებს მე პირადად კრიმინალად, ხო? ასეა ეს, ანუ მე ვარ მტრული ძალის გავლენის აგენტი, ასე ვთქვათ, მტრული ძალისა, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს ჩაითრიოს ომში, მოაწყოს რევოლუცია და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ამ კანონის არსი და ის მეორე კანონიც, რაღაცნაირად ამზადებს საფუძველს იმისათვის, რომ კიდევ რაღაც სხვა ნიშნით გავხდეთ კრიმინალები, უკვე ვართ, ანუ პრაქტიკულად, ზოგადად ეს არის, ასე ვთქვათ, ეს კანონი და ბატონმა შალვამ თუ თქვენ აღნიშნეთ, რომ ასე ამბობენო და სწორად ამბობენ, რომ ეს არის საქართველოს სრულ, ასე ვთქვათ, ავტორიტარიზმად ქცევის ზოგადი გეგმის ორი ნაწილი, ორი კანონი აქვს თქვაში, მაგრამ სხვა კანონებთან ერთად. ანუ საქართველოს არასოდეს არ ყოფილა სრულყოფილი დემოკრატია, მაგრამ დემოკრატიის სერიოზული ელემენტები ჰქონდა და ახლა ეს ელემენტები სისტემურად, თანმიმდევრულად ისპობა. ამ კანონის, ესე იგი, უკვე ფაქტობრივად დავინახეთ შედეგი, რომ არასამთავრობო სექტორი არსებითად განადგურებულია 90%-ით. პარალელურად პოლიტიკური პარტიები იგრძალება, უნივერსიტეტები იხურება, დამოუკიდებელი მედიას, ასე ვთქვათ, აღჩობენ და ასე შემდეგ და ეს არის სწორედ ის გზა, რაც გავლო რუსეთმა, ამიტომ სრულიად სამართლიანად რუსული კანონიც ეწოდა მას, ხო? და ეს არის ამ კანონის არსი და მთელი ამ კანონმდებლობის, ასე ვთქვათ, მიზანი, განსაკუთრებით გამჭვირვალეა ის მეორე კანონში, რომ არის, ასე ვთქვათ, მომზადებული სამართლებრივი საფუძველი, რომ ყველა ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც რაღაცას ამბობს ცუდს ხელისუფლებაზე, დასაჭერია, მეც დასაჭერი ვარ, პრინციპში ცოტა მიკვირს, რატო აქამდე არ დამიჭირეს, ბევრი ხალხია დაჭერილი, ალბათ ეს ბატონი ბიძინას, ასე ვთქვათ, კეთილი ნების ამბავია, მაგრამ რამდენ ხანს იქნება ეს კეთილი ნება, არ ვიცი. და რაც შეეხება ამ კანონს უშუალოდ, ხო და ამის კრიტიკაც უყვარს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასე ვთქვათ, იმის მოთხოვნა, არგუმენტირებული უნდა იყოს კრიტიკა. ამ კანონის, ასე ვთქვათ, არსი არის, მისი აგება, ესე ვთქვათ, სიაბანდური, ანუ მოჩვენებითი, მე უფრო ქართული სიტყვები მიყვარს. ანუ სიაბანდურს რასაც ვეძახი, ეს არის სათაური, რომ თვითონ გამჭვირვალობაზე. არა, კი, ამ ერთ აზრს ვიტყვი, რომ გამჭვირვალობა და თქვენ ახსენეთ გამჭვირვალობა და ბატონმა შალვამ. ასე ვთქვათ, გამჭვირვალობასთან, გამჭვირვალობის პრობლემა არასამთავრობოებს არასოდეს არ ქონდათ. ასე ვთქვათ, და ეს თქვენს კარგად იცით, იმიტომ რომ იმ სამყაროდან მოდიხართ და კარგად იცნობთ ამ თქვენი ორგანიზაციიდან ჩვენ გვაქვს მიღებული გრანტი GTZ-დან თავის დროზე. როცა GTZ ერქვა და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველთვის არასოდეს არ მალავს, საიდან იღებს ფულს, ყველა ამაყობს და ასე შემდეგ. ანუ გამჭვირვალობის პრობლემა ეს არის ფსევდო პრობლემა და რეალური განმარტებითი ბარათი აქვს ხოლმე კანონს და აი მე მაქვს მოტანილი განმარტებითი ბარათი, რომელიც კარგად ვიცით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სიტყვა 29 აპრილს 2024 წლის, რითაც მან აუხსნა თავის ამორჩევლებს, რისთვის ვიღებთ ამ კანონს. და ეს სიტყვა, რა თქმა უნდა, ეს უფრო გულწრფელი ახსნა იყო ამისა,
ამ კანონის მიზნისა და ნუ აი იმ პრობლემისა, რომლის მოგვარებაც ამ კანონს უნდა, ხო, ტრანსფორმერისა. გიპასუხებთ ბატონო შევ. თქვენ კიდევ გექნებათ დრო, მე დაგიბრუნდებით აუცილებლად, უბრალოდ მივცეთ საშუალება პასუხს. პრობლემა, გამჭვირვალობა არ არსებობს, გამჭვირვალობის პრობლემა და ამისთვის კანონის მიღება არ იყო საჭირო. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ეს არის ისო დასავლეთი არის მტერი, აი ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდება ძალიან გამიკვირდა რომ არსებობს ეს კიდე. ამერიკა და ევროპა არის მტერი, რომელიც ცდილობს რომ ჩაფრთოს ომში და აი ეს არის მათთან ბრძოლის კანონი. ასე მიიღო საზოგადოებამ. გიპასუხებთ, ან თუ გნებავთ ბატონო ლევან, ბატონო მე მანამდე ძალიან მოკლედ აუხსნი მაყურებელს, თუმცა ჩვენმა მაყურებელმა ეს ისედაც იცის, რატომ აქამდე არ იმართებოდა დებატები იმედზე, საქმე ის არის, რომ გარკვეულ ეტაპზე უბრალოდ შეუძლებელი გახდა აი ამ ფორმატში გადაცემის წაყვანა. რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან, ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან იყო შეურაცხყოფა არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ იმედი ჟურნალისტების, წამყვანების თავდასხმა, ну საცირკო სანახაობად გადაიქცა ეს ყველაფერი და უბრალოდ ამით ზიანდებოდა მაყურებლის ინტერესი ჩვენდას. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ გახდით და რატო არ გქონდათ მანამდე? აქამდე უძვლელი ვიყავი. ასე იყო, მაგალითები არსებობს ამის. ეს იყო უბრალოდ შეურაცხყოფა მაყურებლის, ის რაც ხდებოდა ეთერში, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უბრალოდ აზრი არ აქვს ასეთ ფორმატის. ახლა საიდან გაჩნდა გარანტია, რომ არ გარანტია არაფრის არ არსებობს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თქვენ შეძლებთ კონსტრუქციულ რეჟიმში ოპონირებას და რაც ეხება დისკრედიტაციას, ეს მოდით მაყურებელს მივანდოთ, მან გადაწყვიტოს, როგორია ეს არხი და ეს რეიტინგებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ყველაზე რეიტინგული და სანდო არის დღეს საქართველოში ტელეკომპანია. მე ბატონო შავადეს მე. მადლობა. უბრალოდ ყოველისა შესწავლისთვის ვინაიდან თქვენ ახსენეთ იმედი და მოიხსენეთ ძალიან ასე დამაკრინებელ ფორმაში. არ შეიძლება არ შეგახსენოთ ერთი რამ, როდესაც იმედზე თქვენ საუბრობთ, რომ თქვენ გახდით სააკაშვილის მთავრობის წევრი 2008 წლის იანვარში, მაშინ როდესაც იმედი იყო დახურული, დარეკეტერებული და მიტაცებული. 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ იანვარში თუ კი გაყალბებელზეა საუბარი აი იმ მარჩენებთან რა კითხვები იყო, თქვენ გეცოდინებათ მაშინ დამკვირვებელი იყავით თუ არ ვცდები იმ არჩევნების და იანვრის ბოლოს გახდით იმ მთავრობის წევრი, რომელმაც დახურა იმედი. ასე რომ ალბათ აქ უფრო ცოტა მორიდებული უნდა ყოფილიყავით. რაც შეეხება თავის საკითხს და რომ გავაგრძელოთ წინა დებატის ასე ვთქვათ ფრეიმი თავარი რაც იყო, არგუმენტი და მტკიცება. ბევრი იყო ასე ვთქვათ შეფასება, თუმცა არგუმენტიც მოვისმინე და შევეცდები ამას უპასუხო. კერძოდ, რომ გამჭვირვალობა სინამდვილეში პრობლემა არასდროს არ ყოფილა. რაც რა თქმა უნდა ტყუილია და ვიტყვი რატომაც არის ეს ტყუილი. უპირველეს ყოვლისა, როცა საუბრობთ ჩვენ არასამთავრობო და მაშინაც იყო საუბარი იმაზე, თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა. სინამდვილეში მე რამდენჯერმე მოვუყევი ისტორია, ის რომ მაგალითად ევროკავშირის მოქმედმა ელჩმა როდესაც მე მასთან მქონდა საუბარი ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსებაზე, როდესაც გახდა ნაცნობილი, ასე ვთქვათ, თუმცა არა იქიდან გამომდინარე ისინი ასაჯარებდნენ, არამედ შემთხვევით, რომ თურმე ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა დროას მიერ შექმნილ ფიქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციას, იგივე სახელწოდებით დროა, რომელიც ელენე ხოშტარიას მისამართზე იყო რეგისტრირებული, აფინანსებდა NGO-ს, სინამდვილეში აფინანსებდა პარტიას. როდესაც გავიგეთ, რომ თურმე ევროკავშირი აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. და ეს იყო დაფინანსებული ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ, ესეც შემთხვევით გავიგეთ. როცა ეს ყველაფერი გავიგეთ, მე ვკითხე მაშინ ევროკავშირის მოქმედ ელჩს, ეხლა მოქმედ ელჩს, რომ მოიკითხა ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ მოყვები ამ ისტორიას, რამდენიმე ხნის შემდეგ ის დამიბრუნდა და მითხრა, რომ ნახა, რას აფინანსებს EED, ევროპის დემოკრატიის ფონდი და რომ ის მეთანხმება, რომ ნამდვილად იქ ჩანს პოლიტიკური мотиваცია ამ დაფინანსებაში. და მე იმას ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ, რას აფინანსებს და მითხრა არა. რა ამ ისტორიიდან რა დასკვნა გამოგვაქვს? პირველი დაფინანსება იყო გამომჭვირვალე, რა თქმა უნდა, და ეს არის ფაქტი. და მეორე, არა თუ გამომჭვირვალე, დონორი უმალავდა და უმალავენ დღემდე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ხელისუფლებას და საზოგადოებას თუ რას აფინანსებენ. ასე რომ ეს არის ფაქტი, რომ იყო გამომჭვირვალე და ამას სჭირდებოდა რეგულაცია. რაც შეეხება იმას, რომ ტრული ეს მეორე манипуляცია თქვენი მხრიდან, რომ თითქოს იმის გამო რომ მოგიწევთ გასაჯაროება თქვენი ფინანსების, რასაც აკეთებს სახელმწიფო, რასაც აკეთებს საჯარო მოხელეები დეკლარაციებით, რასაც აკეთებს ყველა პატიოსანი ადამიანი, ვისაც დასამალი არაფერი არ აქვს, რომ თითქოს ეს არის ტრულთან რაიმე დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ეს ზუსტად ის манипуляცია, რომელსაც იყენებდნენ. არაფერ შუაში აქ არ არის მტრული, რომ ვინმე ევროკავშირს აცხადებს მტრულად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აცხადებს მტრულად, ან საერთოდ ვინმეს ამცხადებს, არ აცხადებს მტრულად. ეს არ არის ამის ნაწილი. საუბარია იმაზე ჩვენსა და სხვებზე.
საუბარი იმაზე, ჩვენს პოლიტიკაში სხვებმა უნდა დახარჯონ თუ არა ფული. ამაზეა საუბარი. და ვინც ამ ზღვარს ვერ ხედავს და თავისას და სხვისას ვერ ასხოვებს და ვერ ხვდება თუ რა არის შიდა პოლიტიკა, რა არის გარეჩარევა ამ შიდა პოლიტიკაში, ის უპირველეს ყოვლისა ვერ ხვდება იმას, რასაც დღეს აღვნიშნავთ. ჩვენი პირველი კონსტიტუციის დღეს, რომელიც მუხლის პირველივე წინადადებაში სწორედ დამოუკიდებლობაზე იყო საუბარი და სუვერენიტეტზე. როდესაც ხვები ერევიან დაუკითხავად, იქ რა თქმა უნდა მათ არაფერი ესაქმება და მადლობა ბატონ შავა. ბატონ ლევანსაც მინდა მივცე გამოხმაურების საშუალება, რადგან პირდაპირ ახსენა ბატონ მაგიამ და ასეთი კომიტეტი თუ არსებობდა კიდევ, არც მახსოვდაო და ახლობით ასეთი იყო მისი ფრაზა. ხო, პირველ რიგში საღამოშვიდობის მოგესალმებით სტუმრებს, მოგესალმები ტელემაყურებელს. ძალიან საინტერესოა ხომ ხშირად რასაც აი ჯერ ერთი ალბათ ბევრი ადამიანი გვიყურებს და ყველა გაოგნებულია ალბათ რა ცხოველი წინააღმდეგობა ზოგადად გამჭვირვალობასთან დაკავშირებით რა ცხოველი წინააღმდეგობა იყო ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ნუ ტრამპმა რაც ილაპარაკა, რაც ახსნა და განმარტა ეს მიძინებული სქემები რაც იყო მთელ მსოფლიოში რომ რაღაც ხელოვნური იდეოლოგიები გაევრცელებინა და უცხო ქვეყნის დღესდღეობით გაევრცელებინა, ამის მერე ეს გასაკვირი აღარ არის. მაგრამ რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე არის როგორ ხდება ამისი ნიველირება, ანუ გადაფარვა, საკუთარი გაუმჭვირვალობის გადაფარვა, ხან დემოკრატიას ეფარება ეს ხალხი. მე გულისხმობ ამ მთელი ჯაჭვის ყველა რგოლს, NGO-ებსაც, დონორებსაც და წყარო ორგანიზაციებს, წყარო სახელმწიფოებსაც. ხან დემოკრატიას ეფარებიან და საქართველოს დემოკრატიულ კუსლაში ადანაშაულებენ, ხან ევროპის სახელს ეფარებიან და ქვეყანამ რაღაც გადაუხვია კურსს, ხან პრორუსული ალიყებს ისვრიან. სინამდვილეში მართლა ღიმილის გრომგვრელია ერთის მხრივ თან დემოკრატიას ითხოვენ ეს ადამიანები და მეორეს მხრივ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აი ამ დემოკრატიის ფუნდამენტურ მახასიათებლებს, გამჭვირვალობას, ღიაობას, ანგარიშვალდებულებას და დიალოგს. და მაგდა თქვენ გამოცდილი ჟურნალისტი ბრძანდებით და ადევნებთ თვალს რა ხდება მსოფლიოში და დამეთანხმებით რომ დღეს გამჭვირვალობა დემოკრატიის კომპონენტი აღარ არის უკვე. იგი გადაიქცა ეროვნული უსაფრთხოების საკითხად. და აი მე წამოვიღე შეგნებულად წამოვიღე, იმიტომ რომ მქონდა მოლოდინი რომ ეს დისკუსია დაიწყებოდა. ბატონ გიამ ახსენა ფსევდო პრობლემაა გამჭვირვალობის საკითხიო. ეს არის ევროპის არასამთავრობოებისა და ყველასის. ეს არის ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის დასკვნა, ანალიზი, რომელიც საზოგადოებასაც გავაცანეთ ცოტა ხნის წინ, რომელიც პირდაპირ საუბრობს სწორედ ამაზე. რომ და ამის მე შემიძლია მოგვიანებითაც უფრო დეტალებში შევიდე, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს დღეს ებრძვის მავნე უცხო ჩარევების 8 ფეხას, რომელსაც აქვს თავის საცეცები. ეს საცეცები ზოგჯერ ეს არის გაუმჭვირვალობის თემები, ზოგჯერ ეს არის გრანტების მიმართულება, ზოგჯერ არაღიარების მიმართულება და ასე შემდგომ და მე მინდა პატარა ციტატა ამოვიკითხო აქედან დაგვეხმარება. მოკლედ გთხოვთ და შემდეგ უკვე კი ბატონო, დაგვეხმარება ეს შემდგომ დისკუსიაშიც. პირდაპირ არის დასახელებული მე-16 გვერდზე კონკრეტულად აი ეს საცეცები. მავნე უცხოური ჩარევის პრობლემატიკა, რომელიც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ცალკე რაღაც ავტონომიური პრობლემებია, იგივე სიძულვილის ენა, პოლარიზაცია და ასე შემდგომ, მაგრამ სინამდვილეში ერთი ძირი აქვს ამას. და აი ვკითხულობ, ციტირებ საზოგადოებისთვის. საბოტაჟი, სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის წახალისება, დეზინფორმაცია და манипуლაციური ინფორმაცია, საარჩევნო ჩარევები და საარჩევნო ჩარევებში საუბარია კენჭისყრის პროცესზე, კამპანიებზე, დაფინანსებაზე, შედეგების დამახინჯებაზე და ბოლო საცეცი, რომელიც არის დემოკრატიული ლეგიტიმაციისთვის ძირის გამოთხრა. აი ეს არის მეგობრებო, საზოგადოებას მიმართავ, რეალურად რის წინააღმდეგაც არის ჰიბრიდული შეტევის წინააღმდეგაც იბრძვის ქვეყანა ჩვენი კანონმდებლობა. მოკლედ დავამატო უბრალოდ იმ საკითხს და სხვებისთვისაც საინტერესო იქნება, ვინაიდან საუბარი თითქოს ტრევად გამოცხადება ხდება. 385 არასამთავრობო ორგანიზაცია არის რეგისტრირებული დღეს გამჭვირვალობის რეესტრში. 385. გასაგებია, მადლობა ბატონო. ვინმე მოგისმენიათ ამ 385-ზე რომელიმეზე ვინმეს ძვირი სიტყვა უთქვავს, რაიმე ყოფილა კლიშირება მათი და ასე შემდეგ. 385 ორგანიზაცია პატიოსნად მუშაობს რეგისტრაციის პირობებში. ბატონიკა, ფიქრობ თუ არა ეს არის გამოგონილი პრობლემა, რომ ეს არის რეალურად დასავლეთის, ამ შემთხვევაში ევროკავშირის მტრად გამოცხადების განზრახვით დაყენებული საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა. კი ბატონო, მადლობა შეკითხვისთვის. როდესაც თქვა ჩვენ საუბრობთ, ასე თქვა უცხოურ ჩარევაზე,
მე მგონი პირველ რიგში სწორედ რომ რუსეთის ფედერაცია ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, ხო? სხვადასხვა აქვე თქვენი სტეპართ მინდა აღვნიშნო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში, ანუ სანამ ხელისუფლებაში მოვიდა, პირველივე თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ ომი დაიწყო საქართველოს და შემდგომში ვიცით ხო განაცხადა იმის შესახებ რომ თურმე თქვათ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახლეები აფხაზი და ოსი მოსახლეობის წინაშე ხო საქართველოს ბუნებრივია თქვათ ომი არ დაუწყია ჯერჯერობით რომს დაეწყო ომი საქართველოს ომი დაიწყო საკუთარ ტერიტორიაზე თუ დაიწყო კიდეც ხო და საქართველოს ამის იურიდიული უფლება ჰქონდა ხოლო რუსეთმა დაარღვია რა თქმა უნდა საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები როგორც ასეთი და განახორციელა აგრესიის აქტი საქართველოს გაეროს ესე იგი 1994 წელს მიიღებული რეზოლუციით აგრესიის შესახებ ნომერი ესე იგი რეზოლუციის ნომერი გახლავთ 33-14 ხო ამიტომ რუსეთი დაესხა თავს საქართველოს თუმცა თქვათ ქართული ოსტების ლიდერი აცხადებდა და აცხადებს რომ თითქოს საქართველოს დაიწყო ომი საქართველოს ჰქონდა ისევ და ისევ აცხადებ იურიდიული უფლება პასუხი გაეცა თქვათ მტრის შეტევაზე საქართველოს რუსეთიდან წამოსულ დაფინანსებასაც ხო ეხება ეს რეგულაცია გამორიცხავს საქართველოს კონსტიტუციის 98 მუხლის მიხედვით საქართველოს აქვს უფლება თქვათ თავდაცვით ომზე როგორც ასეთზე და ასევე თქვათ გაეროს წესდების 51 მუხლის მიხედვით საქართველოს აქვს უფლება ინდივიდუალურ და კოლექტიურ თავდაცვაზე ამიტომაც 2008 წელს საქართველოს გახდათ აგრესიის მსხვერპლი ხოლო რუსეთი აგრესორი და რუსეთი ამ აგრესიას აგრძელებს დღესაც ხო აი ქართული ოსტების პირობებში ჩვენ ვიცით ხო ზდის თქვათ სამხედრო კონტინგენტს გადმოწია მას აოკუპაციო ხაზი აქედან გამომდინარე თუ ვინმე ერევა საქართველოს შიდა საქმეებში ერევა სწორედ რომ რუსეთის ფედერაცია რაც შეეხება ევროკავშირს ბუნებრივია ევროკავშირი პატივისცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ბუნებრივია რომ საქართველოს ბოდიშვიხტი ბუნებრივია ევროკავშირი პატივისცემს ამ შემთხვევაში საქართველოს სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას აქედან გამომდინარე ევროკავშირის სურვილი არის რომ საქართველოში განმტკიცებული იქნეს დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერებული იქნეს დემოკრატიული ინსტიტუტები როგორც ასეთი და ამიტომაც კი ბატონო აქვს ევროკავშირის თავისი კონკრეტული სტანდარტები სწორედ საქართველოს შეიტანა ხო განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ევროკავშირმა გამოხატა ამ შემთხვევაში თქვათ პატივისცემა ესე იგი ქართველი ხალხის თქვათ ინტერესის მიმართ ხო და კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ჩვენს ქვეყანას ხო და ევროკავშირი არანაირად არ ერევა საქართველოს შიდა საქმეში უბრალოდ პრობლემა რა შემდგომარეობს მე გეტყვით იმიტომ რომ რუსეთი თვალს ხუჭავს იმ პრობლემებზე რომელიც დემოკრატიის მიმართულებით ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოში ევროკავშირი რუსეთის თვალს ხუჭავს ამაზე ხოლო ევროკავშირი ბუნებრივია ვერ იქნება ამ შემთხვევაში გულგრილი იმ პრობლემების მიმართ როდესაც 300-ზე მეტი ადამიანი არის დასახიჩრებული ბევრი ადამიანი იმყოფება დღეს ციხეში უდანაშაულო ადამიანი როდესაც ბევრ ადამიანს თქვა სადარბაზოებთან ხდებოდნენ თქვა და ცებდნენ მაგრამ ის ადამიანები არიან თქვა დღეს დაუსჯელები როგორც ასეთი და ამიტომაც ამ შემთხვევაში თქვა შეიძლება თქვა ხელისუფლებისთვის მიუღებელია როდესაც თქვა ევროკავშირი აკრიტიკებს და რუსეთის კი ბატონო საქართველოს როგორც სახელმწიფო ვერ შედგეს იმიტომ რუსეთს სურს რომ შეინარჩუნოს თავის გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური თუ ეკონომიკური გავლენა პოსტსამჩოთა სივრცეზე მათ შორის თქვა საქართველოსზე და რაც შეეხება ევროკავშირის გული შესტკივა ხო ამ ყველაფერზე და აქედან გამომდინარე გამოხატავს თავის აღშფოთებას რაც შეეხება სხვადასხვა გრანტებს ეს გრანტები რომელიც ევროკავშირის მიერ იყო გამოყოფილი ან იგვე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თქვენს დებათით მაყურებელს შევახსენებ რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მათ შორის USAID-ის ფარგლებში დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი იყო გამოყოფილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ასე ვთქვათ განვითარების და გაძლიერების მიზნით ხოლო ევროკავშირმა 4 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო ევროზე მეტი გამოყო ბოდიშით და რაც შეეხება საერთაშორისო გადმორიცხვებს და ჩვენ ვიცით რომ ყოველწლიურად საქართველოში ირიცხება 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქედან ნახევარზე მეტი მოდის სწორედ დემოკრატიულ დასავლეთზე ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ევროკავშირში აქედან გამომდინარე ვინ უფრო ერევა თქვა საქართველოში და საქმეებში რუსეთის ფედერაცია რომელიც არის ოკუპანტი ქვეყანა და რომელიც არის სახელმწიფო ტერორისტი როგორც ასეთი უკრაინის მაგალითი ამის და თუნდაც იქვე ჩეჩნეთში 200,000-ზე მეტი ადამიანი გაწყვიტა თქვა რუსეთმა თუ ევროკავშირი რომელიც არის დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება სადაც თქვენ მიიღეთ განათლება ევროკავშირის საკონტროლო თქვენ მოგანიჭათ შესაძლებლობა მიგიღოთ განათლება საქართველოს საკითხილდღეოდ სწორედ რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გერმანიასა თუ ნიდერლანდებში მადლობთ
გისმენთ ბატონო. ბატონო ნიკა ახსენა რომ სახელმწიფოების შედგება თუ არ შედგება ამაზეა დამოკიდებული. რა გამოდის ხა ეკაგიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოების ყოფნა არ ყოფნა საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი. თქვენ თავარ შინაარს არ პასუხობთ მათ შორის დღევანდელი დებატებისა. ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ უცხოური დაფინანსება საქართველოში თქვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის. თქვენ ინტერესი გააქვთ რომ იცოდეთ რაში ხარჯავს, არ ვიცი, ბელგია, ნიდერლანდები თუ არ გაინტერესებთ, ვიცით, ბატონო, ვიცით კარგად. იცით? კი, როგორ არ ვიცი? კი. ან საიდან ის თამაშილი გითხარით? გეტყვით, იმიტომ რომ ანგარიში ქვეყნება. რა ქვეყნება? ყოველი ანგარიში ქვეყნება არასამთავრობო. მოდით, აი ახლა გახსნით ტელეფონი ხო გახსენით ისვედის გვერდი, შედით და ნახეთ ვინ აფინანსებთ. აბა შედით და ნახეთ ვინ აფინანსებს ისვედის თუ მოძებნით. წერია ისა ზოგადად დონორები, ვინ აფინანსებს, რამდენს აფინანსებს, რა პროექტია, ვინ აფინანსებს, ახლა ვინ არის ეგეც კი არ ჩანს ნორმალურად ისვედის გვერდზე, მაგალითად. ასე რომ რა თქმა უნდა, ახლა თქვენ ცდილობთ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ ფაქტები. ესეთი შეფასება. ფაქტია, რომ არის გამომჭვირვალე. ფაქტია. მეტი რა მაგალითი გითხრათ, ევროკავშირის ელჩმა მითხრა, რომ მე ვიცი ვინ აფინანსებს იედი და არ გეტყვი. მითხრა პირდაპირ ევროკავშირის ელჩმა, ერთი. მეორე, შედით ვებგვერდები ჩამოიარეთ და ნახავთ ერთი რამდენის დაფინანსებას ნახავთ და რამდენის არ ნახავთ. თქვენ ცდილობთ ახლა მართლად მაყურებელი მოატყუოთ და ფაქტი, რომელიც არის დადასტურებული ფაქტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა გადაამოწმოს ვებგვერდებზე შეცვლით, იმის საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს ნახოს, რომ არანაირად არ მოიძიება ეს ვინ აფინანსებს, რამდენით აფინანსებს, ზოგან შეიძლება ადრე თან ეხლაც არის გენახათ მარტო ლოგო, ზოგან ჩამონათვალი, პროექტის დასახელება არ იყო, თანხა არ იყო მითითებული, ასე ისე, მაგრამ შევთანხმდეთ, თქვენ გაინტერესებთ? აი, ვიცით არ ვიცით დავწერეთ. ხო გაინტერესებთ? კი ბატონო, მე რაღაცას დავაზუსტე ბოდიშის მოდი. შეიძლება დავაზუსტო რაღაცა. ჩვენ ერთმანეთს პირადად ვიცნობთ პოლიტიკური სწავლების სკოლიდან, ხო? ჩვენ სემინარებში მიგვიღია მონაწილეობა. პოლიტიკური სწავლების სკოლა ფინანსდებოდა ევროპის საბჭოს მიერ, ევროკავშირის მიერ. ჩვენ ხო ვიღებდეთ მონაწილეობას. ახლა ბატონო ლევან გარდა იმისა, რომ თქვა კოლეგები ვართ ევროპის უნივერსიტეტში, ასევე მონაწილეობდით ევროკავშირის პროექტში, ხო, ერაზმუსის პროექტში, რომელიც გულისხმობდა ევროპული, ესე იგი ღირებულებების დანერგვას ქართულ სკოლებში, ხო? ჩვენ ხო ვიცოდით, თქვა, ვინ აფინანსებდა, ჩვენ ხო ერთად მიგვიღია მონაწილეობა. ანუ თქვა, ერთად ჩვენ სამივე, თქვა, აგენტები გამოვდივართ, რაშუა კიდე გადაგყავთ, რაშუაში აგენტები, ფაქტებზე თუ არ შევთანხმდით ეს დისკუსია. ფაქტი არის, რომ არ არის ცნობილი ვინ ვის აფინანსებს. ეს სპორადულად იყო რაღაცა შეიძლება, მაგრამ ეს არ იყო სისტემა, სადაც გეცოდინებოდა, შეხვიდოდი ადამიანი და გაიგებდი, ვინ აფინანსებს ისპეც, მის რომელ მიმართულებას და რატომ იცით? როდესაც საქმეზე დადგა 2022 წელს, 22 წელს, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგწეს და არ ვიცით თქვენ იდექით თუ არა იმ სცენაზე, პარლამენტის წინ NGO-ები რომ ჩამწკრივდა, თქვენს თუ იყავით, არ ვიცი, ჩამწკრივდნენ და მოითხოვეს რომ პარლამენტმა დაითხოვოს მთავრობა 2022 წლის ივნისი, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგწეს, დაითხოვოს მთავრობა, შექმნას ტექნიკური მთავრობა, სადაც 1/13 იქნება უმრავლესობა, 1/13 ოპოზიცია და 1/13 უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, რომელსაც უნდა კონდეს ვეტოს უფლება. აი ამის შემდეგ და თან თქვენს რომ ეს თუ არ მოხდებაო, წაგლეკავთო. დაგვემუქრენ უცხოეთ და დაფინანსებული ორგანიზაციები. ამის შემდეგ, როდესაც მე შეხვედრები მქონდა ელჩებთან, დონორებთან, ყველას ვაჩვენებდი ამ ფოტოს, ცნობილ ფოტოს, სადაც ყველა NGO ლიდერი ჩანს იქ. ყველა ხელსიბანდა ამბობდა რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, არ ვიცი მე ვაფინანსებ, არ ვიცი ვინ აფინანსებს. ასე ხელის დაბანა ხდებოდა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი როგორც დამფინანსებელი მათ ქცევაზე. ამიტომ ამაზე უნდა დადგეთ, ხო? ამ ორგანიზაციებს ვინც აფინანსებდა, რა თქმა უნდა ისინი იწონებენ, რა თქმა, აბა ეს სად არის? მარტო პრეზენტაციებზე მისვლა კარგი შედეგები როცა არის და იქ ყელყელაობა დონორის მხრიდან და საკუთარი ლოგოს წარმოჩენა კარგ საქმეებში და ცუდზე ხელის დაბანა, ზუსტად ეს არის რაც ფინანსებს დონორი, ესე იგი მე როცა რამეს ვიტყვი Facebook-ზე რო დავწერ, ის პასუხისმგებელია. რა თქმა უნდა, როდესაც დონორის მე დაფინანსებული ორგანიზაცია იმუქრება, ულტიმატუმს უყურებს არჩეულ ხელისუფლებას, იმუქრება მისი წალეკვით თუ კი მას არ ჩასვენ მთავრობაში, ასეთმა დონორმა იმ წვაცვე უნდა შეწყვიტოს ხელშეკრულება. თუ კი ეს კეთილსინდისიერია, სხვა შემთხვევაში
ამაში მისცეს აბარაში როგორც კი აგრძელებს ამის დაფინანსებას, ესე იგი ტოლერირებს, ის იღებს ამას როგორც მოცემულობას და არანაირ სანქცია, ასე ვთქვათ, მას არ აქვს და უგრძელებს დაფინანსებას. აი, ზუსტად ეს მავნე პრაქტიკა შეიძლება დისკუსიაში. რაც შეეხება რუსეთი და არარუსეთი. აქ არარელევანტურია. რა გამოდის ახლა რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ანუ მისი ჩარევა არ შეიძლება და ვისაც ტერიტორია აქვს ოკუპირებული, მისი ჩარევა შეიძლება. ასე წონით? არა, ჩარევა. მე ამას გეუბნებით, ან ჩვენ ვამბობთ, ვართ სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, სადაც ხალხი მართავს, თვითონ ირჩევს თავის ხელისუფლებას და თავად მართავს თავის ქვეყანას და არავინ არ უნდა ჩაერიოს. არც ოკუპანტი, არც მეგობარი, არც მტერი, არც გადამთიელი, არც ახლო მეზობელი, არც შორეული მეზობელი. არავინ. ჩვენი შიდა საქმეა ეს ბოლოს და ბოლოს გაეროს ქარტით არის, წესდებით არის დადგენილი პასუხისმგებლობა. ასე რომ არ არსებობს რუსეთი და არარუსეთი ამ შემთხვევაში. არ არსებობს კარგი და ცუდი, არსებობს ჩარევა, რომელიც აკრძალულია ყველასთვის. და შეიძლება კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ის რომელსაც მეგობრად იღებ გულს უხსნი, სულს უხსნი, ყველანაირად რთავდა, თქვენ იცით რომ ყველაფერში ჩართული იყვნენ. მე ესე იგი ელჩი, დონორი, NGO, ყველა პარლამენტში, ყოველ მეორე დღეს კორიდორებში იყვნენ, ხან ერთ კომიტეტში, ხან მეორე კომიტეტში, ყველაფერში ჩართული იყვნენ და აი ჩვენი გულღიობა ასე მიიღეს. თურმე არა მხოლოდ უნდა ჩაერთოს, არამედ მას ამისი უფლებაც აქვს ჩაერიოს და მოგიწყოს იქ საქართველოს ტერიტორიალობას. არა, ეგ ფაქტი, აი ფაქტსაც შეეხება, ამასაც ვიტყვი ბოლოს. ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ეს არის ორი სიტყვა, რომელსაც ყოველ შეხვედრაზე ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ მადლობას ვუხდით ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემისთვის და ამას ვითხოვთ ხოლმე ამის თქმასაც. და მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. მაგრამ სუვერენიტეტის პატივისცემა არის, როდესაც სხვა ქვეყნის არჩევნებში, შენი ქვეყნის არჩევნებში ერევიან, ეს სუვერენიტეტის პატივისცემა. ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პატივისცეს შენი ქვეყნის სუვერენიტეტს, როდესაც დადგნენ მიტინგზე და ითხოვდნენ თქვენი ხელისუფლების გადადგომას. ეს არის სუვერენიტეტის. რა თქმა უნდა, არ არის სუვერენიტეტის. არა, მათ პატივისცეს ქართველი, მათ სურდათ რომ პატივისცეს ქართველი ხალხის არჩევანისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოხატეს აღშფოთება იმის მიმართოთ არღვევების. ხო ხარ პოლიტიკა, მითხარით, გულწრფელად როგორც საქართველოს მოქალაქე და ქართველმა მითხარით. როდესაც აქ ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თუ რა ვიცი კომიტეტის თავმჯდომარე და იღებს ანტისამთავრობო საპროტესტო მიტინგში მონაწილეობას. ეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა არის თუ არა? ის გამოვიდა. თქვით ადამიანებად, პოლიტიკურ სკოლაში ხო ვიყავით ერთად, ხო თქვით? კი ბატონო, მოგახსენებთ. იმიტომ რომ ის რო გამოვიდა, ხაშენ მაშინ ვიყავით, როდესაც იმედი დაიხურა და დაარბიეს. ის პერიოდი იყო, წეგან ბატონო გიასო კი ბატონო, კი. რამდენჯერმე ვიყავით, ხო, რაც შეეხება ეხლა ჩარევას, ისევ და ისევ ევროკავშირი არ ერევა და რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა. ეს არის საფრთხე რეალობა და შესაბამისად ევროკავშირმა კიდევ სხვა შევახსენებ ტელემაყურებას 4 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო დაფინანსება და კი ბატონო, მადლობათია. გისმენთ თქვენ, უნდა იყოს თუ არა გამჭვირვალე უცხოური დაფინანსება. არა, უფრო მოგვიანებით დიდი ხანია ყოფილი ვარ იმედი სტუდიაში, მოგესალმებით. ხალბატონო მაგდა და ეხლა ბატონო ლევანმაც გამიკეთა ინსპირაცია თქვენი გამოცდილება ახსენა ჟურნალისტური და უცებ გამახსენდა რომ ბოლოს ჩვენ შევხვდით 2012 წელს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ასოციაციის სტუდიაში გადაცემაში თქვენ სტუმარი იყავით. მე მაშინაც რეგიონული მედიისთვის მუშაობდით და მე და თქვენ მოგვივიდა კონფლიქტი, ძალიან სერიოზული კონფლიქტი. თქვენ მაშინ მიხეილ სააკაშვილის დავალებით გაგქონდათ მედიის საწინააღმდეგო აქტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მე მგონი მე და თქვენ პოზიციები არ შეგვიცვლია. თქვენ ახლაც არა, ვერ დაკითხავთ ნამდვილად ახლა და მე მგონი ეს ისტორია არ არის ჩვენი მაყურებლისთვის ქრისტიან-დემოკრატიული აბსოლუტურად მოძრაობის არა, ზუსტად იქავა, სადაც არა, არ შემყავს შეცდომაში. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ფაქტია ეს ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას წარმოადგენდით და ბოლოს რაც გააკეთეთ 2012 წლამდე მედიის საწინააღმდეგო აქტი გაიტანეთ რქებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მე ახლა ერთი წუთით რა შეგვიძლია ფაქტია, არგუმენტია, გავაგრძელებ. ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან არა, არანაირად ფაქტს აღნიშნავ. თქვენ წარმოადგენთ 2012 წელს ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, რომელმაც ბოლოს რაც გააკეთა არჩევნებამდე შეიტანა მედიის საწინააღმდეგო აქტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ნორმატიული აქტის სახით გაიტანა. ეხლა რაც შეეხება იმას თუ რა როლი თუ არ მაქვს, იმიტომ რომ წარმოადგენს როგორც ოპონენტი.
ჩემი როლი არ არის. კარგად გაგიხსენებიათ ისტორია. იქნებ ისიც გაგახსენდეთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს მე მიმყავდა პირდაპირ ეთერი ამ ტელევიზიაში. 2007 ნოემბერს. თუ მიყვებით ისტორიას, ბარემ გავყვეთ ბოლომდე და ჩემი ეთერი დაარბია მიხელ სააკაშვილის კი ბატონო, ასე იყო სწორედ 2007 წლის 7 ნოემბერსაც ასეთ ინტერპრეტაციას აკეთებ, როცა არ გაწყოთ, მაშინ სპანაერს არ გონია რომ დღეს ახლა ამას უნდა დავუთმოთ ჩვენი ეთერი 7 ნოემბერს. საინტერესოა ჩვენი დისკუსია კი ბატონო. იმიტომ რომ მაშინაც იქ ვიყავი, სადაც დაყოფილი. ეხლა რაც შეეხება ოპონირებას. და რისი თქმა გინდათ ამით, მაგრამ გააგრძელოთ. თქვენი ოპონენტი, ბატონო შავა, ბატონო ლევან, ჩემი როლი არ არის თქვენი ოპონირება. არც ერთ შემთხვევაში მე აქ მედიას წარმოვადგენ და ერთადერთი რისთვისაც გავეც, იმიტომ რომ ზოგადად თქვენ ასეთი ტიპის ზოგადად სისტემა, რომელშიც იმყოფებით დგას სწორედ როლების აღრევაზე და ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია ჩვენს წინააღმდეგ, რეალურად საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენი როლი მედიის არ არის თქვენი ოპონირება. ერთადერთი რისთვისაც აქ ვარ, სწორედ მედიის პოზიციები წარმოვადგენ, იმიტომ რომ კანონები, რომელზეც ვსჯელობთ, ეხება და შეეხება მედიას. მაშინაც ამ როლით ვეკამათებოდი, როცა პოლიტიკაში იყო ქალბატონი მაგდა. და რატო გამოვდივართ იცით თქვენი ოპონენტები? იმიტომ რომ თქვენ აკეთებთ ამას, რომ ქმნით ინსტრუმენტებს და ქმნით გარკვეულ თამასებს, რომ ჩვენ გამოვიდეთ ჩვენი როლიდან ჟურნალისტები და ჟურნალისტიკა არ ვაკეთოთ. ერთ-ერთი ასეთი მთავარი ინსტრუმენტი ჩვენს წინააღმდეგ არის მზიამაღლობელი საქმე და რა თქმა უნდა მთელმა საქართველომ იცის ამის შესახებ, რომ ის აბსოლუტურად არაპროპორციულად ისჭება ჩვენ ტრადიციებს ძალიან ხშირად ახსენებთ ყველანი, ისჭება ჩვენი ტრადიციების, ჩვენი მორალი, საერთოდ ყველანაირი კულტურის წინააღმდეგ, როცა მან სილა გააწნა შეურაცხმყოფელ ადამიანს, ვინც მას კაცს, მამაკაცს და ამისთვის არასოდეს ქალი საქართველოში არ დასჭილა, თან არ დასჭილა ასე არაპროპორციულად მაშინ, როცა უახლოს წარსულში გვაქვს მაგალითები, როცა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე და გირაოთი არის ის ადამიანი გამოშვებული გარეთ, იმიტომ რომ თქვენი ჩინოსანი იყო. ეხლა რომ გავაგრძელოთ ნაწილი. ბატონო შალვა, თქვენ ახსენეთ ძალიან ისე ტერმინი ახსენეთ, რომ 385 ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული გამჭვირვალობის რეესტრში. ასე არ ქვია ამ რეესტრს. თქვენ ხომ მიცით, რომ ასე არ ქვია ამ რეესტრს. არც კანონს არ ქვია ასე. ამ რეესტრს ქვია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრი. და სწორედ ის ამბავი, რომ ასეთი რეესტრი არსებობს ამ ქვეყანაში, ამ სახელწოდებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრი. და ის რომ ამ რეესტრში ახლა რომ გადახედოთ საერთოდ არსებობს ინსტრუმენტები, რომ შეამოწმოთ რამდენი ადამიანი აკითხავს. არავინ არ აკითხავს. სწორედ ამიტომ იყო ეს საკითხი სპეციალურად გაკეთებული, რომ სახელდება მომხდარიყო ადამიანების, სტიგმატიზება მომხდარიყო ადამიანების და იარლიყის მიწებება. თქვენ დღეს თქვენ სტატუსში, რომელსაც სიამოვნებით მოვაწერდი ხელს. ახსენეთ ბატონო შალვა, ერთ-ერთი მთავარი, რომელიც ასევე მოყვებოდა ჩვენი კონსტიტუციის 105 წლის წინანდელისას, სიტყვას ერთობა. ეს არის ერთობის საწინააღმდეგო აქტები, რაც თქვენ ბოლო პერიოდში ამ კანონებით რეალურად გააკეთეთ. 385 ორგანიზაცია აიძულეთ დაერქვათ, რომ არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები და ახლა ახორციელებთ პოლიტიკას, რომ ამ ორგანიზაციების ნაწილს მიეცით სახელმწიფო გრანტები. ან როგორი დისტოპიური რეალობაა ხო წარმოგიდგენიათ? ერთის მხრივ ორგანიზაციებს ათქმევინებთ საკუთარ თავზე ტყუილი, რომ ატარებენ უცხოური ძალის ინტერესებს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ თითოეულ მათგანზე. თქვენგან განსხვავებით მე მათ უდიდეს პატივს ვცემ, იმიტომ რომ პატივისცემა არ არის ხალხი აიძულო ამ რეესტრში და რეგისტრირდეს. უდიდეს პატივს ვცემ და თითოეული მათგანი მიმაჩნია ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ, უბრალოდ რაღაცას ეწოლებს ვერ გაუძლეს, შიშს ვერ გაუძლეს, რომ დასჭიდით მათ და დარეგისტრირდნენ ამ სახელის ქვეშ. და თუ შეიხედავდა ნებისმიერი ხა ჩვენი მაყურებელი ძალიან უარ შეგაწუხოთ სტატისტიკებით, თავის თავში დაფიქრდეს, ოდესმე შეუკითხავს ამ რეესტრისთვის. არასოდეს, იმიტომ რომ მათ ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ეს რეესტრი არ სჭირდებოდათ, არაფერში არ სჭირდებოდათ. ეგრეთ წოდებული უცხოური ინტერესების ესე იგი გამტართა ეგრეთ წოდებული რეესტრი. ამ რეესტრში არ დამისვლებია, აკითხვა ადამიანს. ადამიანს რა თქმა უნდა, არაერთი კითხვა მაქვს. საერთოდ კითხვები არ ვიცი, იქნება კონსეფციის. არა, თქვენთან აღარა მაქვს არანაირი კითხვა, ვეცდები რომ ეს ეთერი გამოვიყენო კითხვებისთვის, რომელსაც ვერ ვსვამთ რეგიონული მედია ხელისუფლებასთან და ამ ეთერს ამისთვის გამოვიყენებ აუცილებლად. ეხლა ამ რეესტრში რომ შეგეხედათ, არც ერთი მედია მან დარეგისტრირებული არ არის. არც ერთი, მათ შორის არც ტელეკომპანია იმედი არ არის დარეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია იმედის ყოფილი მეპატრონე ბატონი ირაკლი კანონზე მსჯელობის დროს ამბობდა, რომ მეც კი რა არისო პრობლემა, ხო ისიც ამ ტერმინს იყენებდა გამჭვირვალობის რეესტრიო დავრეგისტრირდებიო, მაგრამ მისთვისაც იყო შეურაცხმყოფელი ეს და იმიტომ დავრეგისტრირებიო მე უცხოელი მეპატრონე ვარო და მომიწევსო. არც ერთი მედია არ დაინტერესდა. თქვენ შექმენით ისტორია, როცა სხვათა შორის ეს რუსეთში არ მომხდარა. იქ ძალიან ბევრი მედია თავშივე დაანებდა ამ სიტყვას და თავის თავზე უდიდესი ტყუილი თქვა.
აქ არც ერთმა მედიამ არ თქვა და ვერც იტყოდა თავის თავზე იმ დიდ ტყუილს, რომ ისინი ატარებენ უცხოური ინტერესების ამბავს, ხო? ეს გამჭვირვალობას რო უძახეთ სინამდვილეში და რადგან მედიაზე ვსაუბრობთ, ხო? მაგნაწილსაც კითხავთ, ეხლა სად იყო გამჭვირვალეობა? მე ხო მაუწყებლების სახელით გესაუბრებით, ხო? თქვენ ხო ჩემზე კარგად იცის, რომ თქვენთან ერთად ჩვენ თავის დროზე, აი ახალი მასული რო იყავით და რაღაცა ყოველს რო გვეგონა, რომ ძალიან კარგ რეფორმებს დავატარებდით კიდე, ძალიან საინტერესო რეფორმები ტარდებოდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველ პერიოდში. პირველი ერთ-ერთი რაც მივიღეთ, სწორედ ეს იყო მაუწყებელთა გამჭვირვალობა. და ამ გამჭვირვალობის მიხედვით აბსოლუტურად ყველა მაუწყებლის დაფინანსება, მათ შორის რომელი ქვეყნიდან რა ერიცხებოდა, იყო და არის გამჭვირვალე. და მაგალითად კომკომის გვერდზე თუ შევართ და ანალიტიკაში გადავალთ, ყველა რომელი ქვეყნიდან ერიცხება, რა თანხა ერიცხება, სად მინდის და სად იხარჯება, არის გამჭვირვალე, მაგრამ მაინც თქვენ აუცილებლად შექმნით ეს მედიებთან დაკავშირებით. მადლობა. კონკრეტული მაუწყებელში იგულისხმება ტელევიზიები, რომელიც ტელევიზია და რადიო. რა თქმა უნდა, მე მედიებზე მე ხო გითხარით, რომ აქ მედიის სახელით საუბრობ და სხვა ნაწილში არ და რატო შეახეთ? რატომ შეახეთ ბატონო შავა? ისვედის ნაწილზე გადავალ, ბარემ თქვენ გთხოვეთ და შევედი. მე ხო ესე გადამოწმება მშვევია და აგერ პირდაპირ მიმდინარეებშია ID, UN ტიპი ყველანი აქ არის. ნახეთ ერთი რასაფინანსებენ რამე. ხო არა, რასაფინანსებენ კი არა, გამჭვირვალე აქვს თქო, მაგას გეუბნები. თუ ნახავთო ბატონიკას გთხოვეთ და აგერ გადაგიმოწმეთ და ეგრე არის, რომ კი ეგრე არის ეგნაც. კიდე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და რა ვიცი, ჯერჯერობით მოდი ჯერ პასუხისგაცემის შესაძლებლობა და მე დაგიბრუნდეთ. მედიას რატომ შეახეთ? ხომ იყო ხომეთახმებით რომ გამჭვირვალე იყო ყველა ტელევიზიის დაფინანსება, მათ შორის ქვეყნებიდან. ხომეთახმებით ბატონო შალვა. უპირველეს ყოვლისა მადლობა თქვენ რომ აღნიშნეთ თუ ოპონენტად არ გინდათ რომ იყო წარმოდგენილი, ვიდრე თქვენ თავს მიაკუთვნეთ მედიას, რომელიც გარკვეულწილად ასე ვთქვათ განყენებულად უნდა აკვირდებოდეს გარემოებს. თუმცა ასე არ არის სამწუხაროდ ზოგი სხვა მედიის შემთხვევაში. აი მე ხელთ მაქვს მაგალითად 2025 წლის 24 მარტის ერთობლივი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა ორგანიზაციები აწერენ, რომელიც იწყება ამ სიტყვებით, რომ ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი და ასე შემდეგ და მოკლედ თორე როგორც ხდება. რომელსაც ხელს აწევს ბათუმელები, ახსენეთ წეგან ნეტგაზეთი, პუბლიკა, სხვა მედიები, რომელსაც არა თუ განცხადებები, მე მგონი მათი სარედაქციო პოლიტიკაც აჩვენებს, რომ არის შეუძლებელი. თქვენ ვიდრე ქალბატონო ზიას დაიჭერნენ, ქალბატონმა ეთერთურაძემ, ბათუმელების რედაქტორმა სწორედ ეგ გითხრათ, რომ თქვენ პირველი ხელისუფლება იქნებით, ვინც მაიძულებთ როლიდან გავიდეო. თქვენზე მეტად აწუხებს ამ ხალხს, რომ როლიდან გაიყვანეთ. გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი. არც ერთი მედია არ იქნება. ესეთი ტიპის განცხადება დააბრუნეთ მედია თავის ადგილზე. მე ხანდახან მეჩვენება რომ თქვენ რაღაც იმდენად ცუდად არის უკვე საქმე, იმიტომ რომ აქ არავინ არაფერს არ მოიგებს, ამ დებატიდან არავინ მოგებული არ გამოვა. სულ წაგება-წაგებაზეა ეს ქვეყანა ბოლო პერიოდში. დააბრუნეთ ჟურნალისტიკა თავის ადგილზე. ამას მზია ამაღლობელი გამოუშვება. ქალბატონ მზია ამაღლობაზეც გეტყვით. თქვენი ეს არგუმენტები მე მგონი ჯერ კიდე ჩარჩენილი ხარ 2003 წლის დისკუსიაში. ზუსტად ის თემები არის 2003 წლიდან არ ვიცი ეს პერიოდი ან მედია 2023 წლის დისკუსიიდან და 23-24 წლის დისკუსიებიდან, როდესაც გამჭვირვალობის კანონის მიღება ხდებოდა, ისეთი დაბეჭდილება თქვება, რომ არც შიდა მოვლენებს, არც გარე მოვლენებს არ აკვირდებით, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, ისევ იგივე არგუმენტები, რომ რაღაც მედია და ასე შემდეგ. ერთი და იგივე არ დაის რა შუაშია უცხოური გავლენა, თითქოს არ მომხდარიყოს USAID არ დაეკეტოს და თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ეთქვას, რომ USAID გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებში გავლენების გასავრცელებლად. თვითონ ისინი ამბობენ და თქვენ ამბობთ, რომ არა. პრაქტიკა. მართლა მაინტერესებს გულწრფელად. მარტივად არის. ხო იყავით ბევრ პროგრამას ხელმძღვანელობით. მარტივად არის. ხო და მეც მახსოვს. უმარტივესად არის სინამდვილეში უცხოურ გავლენაში არაფერი სათაკილო არ არის, როდესაც ის უცხოურ ინტერესებში არაფერი სათაკილო არ არის, თუ როცა ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა. ზუსტად ეს არის მთავარი საკითხი. სინამდვილეში 385 ორგანიზაცია ვინც დარეგისტრირდა, იმიტომ დარეგისტრირდა, მათ იცოდნენ, რომ ისინი თავისი დამკვეთების ინტერესს რა თქმა უნდა ატარებენ, არავინ არ ხარჯავს ინტერესის გარეშე 1 თეთრსაც, 1 ცენტსაც, 1 ევროცენტსაც არ ხარჯავს. მას ინტერესია. მათი კარგი უმაჩერებ გეტყვით. არა, როგორ არ შეგაწყოდინებ თქვენ რას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიცის ზეპირად მართლა გეუბნებით ლაპარაკობთ. მართლა არ გაცდით, არა, იმდენი დრო გაქვთ რომ მართლა არ გაცდით. ეხლა მაგისთვის მინდა რომ გამოვიდეთ. GIZ-ის ხელმძღვანელი როცა იყავით. მაშინ ესე მუშაობდი? ანუ მედიას მხარს კითხოს რო დასვან ასეთიც უნდა მოისმინოთ ახლა ასე არ გაწოვეთ. მედია ასე არის გასული თავისი როლიდან. კითხვა დასვით გიპასუხებთ. ხო და რა თქმა უნდა. ეგ ნათქვამი გაქვთ, რაც არ გაქვთ ნათქვამი ის თქვით ახლა. რა თქმა უნდა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების
თავარ მისიაში წერია, რომ ის ემსახურება გერმანიის საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. და მედიას რომ ამბობთ, ხას ეუბნებოდით, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ იმუშავეთ თუ მის სასარგებლოდ, მართლა მაინტერესებს. ერთი წად, მაცად. რა თქმა უნდა, ყველა ეს ორგანიზაცია ყველა ქვეყანა თავის ინტერესებს ატარებს, ყველა ქვეყანა თავის ინტერესიდან გამომდინარე ხარჯავს სხვა ქვეყანაში ფულს, არავინ არ ხარჯავს ალტრუისტულად სხვების გამო, თავისი ინტერესი არის. მათ თავის ინტერესის გამო ხარჯავს ფულს და საქმე იმაში არის, რომ თავარი გამოწვევა და ამოცანა არის, რომ დამფინანსების ინტერესი უნდა ემთხვეოდეს შენი ქვეყნის ინტერესებს და ზუსტად ისინი დაახლოებით 100 ორგანიზაცია ვინც არ დარეგისტრირდა, იმიტომაც არ დარეგისტრირდა დღეს ვინც არიან ასე ვთქვათ ამ ხრივ არ ემორჩილებიან კანონს, ზუსტად ვინაიდან იცოდნენ რომ მათი დამფინანსების ინტერესი და მათი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ამიტომაც მიიღეს მათ ეს მტკივნეული. აი ამას ვამტკიცებ მე რომ მტკივნეულად მიიღეს მათ ვინც იცოდნენ რომ დამფინანსების უცხოური დამფინანსების ინტერესი და მათი საკუთარი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. თორე კიდევ ერთხელ გერმანიის შემოსატან ერთად რამდენი წელი მუშაობდი გერმანიის თანამშრომლად, მაგრამ სწორედ ეს არის, როდესაც იცი რომ შენ აკეთებ იმას, რაც შენი ქვეყნის ინტერესებში არის და არ ცდება ამ ინტერესებს, ამ ხრივ ხარ ძალიან ლაღად კარგად და არ ზეთაკილება იმის თქმა რომ დიახ გერმანიის მთავრობის პროგრამა იყო ეს, მაგრამ ვისაც ეს ეთაკილება, ვისაც ეს გონია, რომ ეს არის კლიშე და ეს არის რაღაცა ასე იარლიყის მიკერება, იმიტომ ეშინია, რომ სინამდვილეში გულში იციან. აი USAID-ის ზოგიერთმა პროექტმა მათ შორის ძალიან გულში ძალიან კარგად იცოდა. ეს ადამიანი არ მოწერდა არც ერთ კონტრაქტს. ის იქნებოდა უცხო ძალის ინტერესების გატარება. ისვედის ხელმძღვანელობა. თარიღებით დაარქვით ადამიანებს. ისვედის ხელმძღვანელობა. არ იცოდა ის მათ ვინც იცოდნენ, რომ USAID-თან შეთანხმებით მალავდნენ ავრცელებდნენ ყალბ შედეგებს. მათ ხო იციან, აი ყველა თითოეულმა თანამშრომლმა ვინც იცოდა, რომ მათი დამფინანსებელი ეუბნებოდა არ გაასაჯაროოთ და მათთან შეთანხმებით უბრალოდ ისაუბრეთ თვითონ თქვეს, ანუ გამჭვირვალედ ილაპარაკეს ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ისინი ემსახურებოდნენ ამ შემთხვევაში თავისი დამფინანსების ინტერესს და არა ჩვენს და კითხეთ ერთი ახლანდ ხელმძღვანელობას 2024 წლის არჩევნების პარლამენტის შედეგები რატო არ გამოაქვეყნეს და შემთხვევით ვინმე ხო არ აძალებს. დაგიბრუნდებით კემა რა შეიძლება თუ გდება ზიამაღლობასთან დაკავშირებით გაინტერესებთ პროპორციულობაზე რომ მე მაინტერესებს რომ ზია გამოუშვათ საპატიმროდან, რადგან სასჯელი არის აბსოლუტურად ზიამაღლობელი იხდის სასჯელს, ამაში მთავარი დამნაშავეები არიან გარდა იმისა, მისი საქციელისა, მთავარი მისი საქცieლის მაცადეთ რა გიპასუხოთ. აი იქნება რომ რას გეუბნები. მისი საქცieლის გარდა ამაში დამნაშავეები არიან, მათ შორის ის უცხოელი ზოგიერთი ელჩები იქ სასამართლოზე რო იჯდნენ, ისინი ვინც მას აგულიანებდნენ, არ ეღიარებინა დანაშაული, არ წასულიყო საპროცესო შეთანხმებაზე, არაფერი ეს არ გაეკეთებინა, აი მათი დანაშაული. იცით რატო და გეტყვით ახლა ერთ ფაქტს გეტყვით. ალბათ მზიაზე გამოვყავთ მსხვერპლებთან Deep State-ის მხრიდან და თქვენ მსხვერპლები არიან გამოუშვით. ის ელჩები ვინც იჯდნენ იქ სასამართლოში, ვინც იჯდნენ იქ სასამართლოში რევიზორებად რო იჯდნენ, აი ზუსტად მათ შეაგულიანეს, ისინი აგულიანებდნენ ზიამაღლობელს. არაღიარო დანაშაული, მაგრამ დადექი არაღიარო დანაშაული და არაღიარო დანაშაული და აკეთებდა საპროცესო შეთანხმებას, რომელიც შესთავაზა. და მას რომ ეღიარებინა, ისაც უყოლავ ნახეთ. მას რომ ეღიარებინა, ისაც უყოლავ ნახეთ. თქვენ არ ნახეთ რომ ის პოლიციას დაარტყა, ხო? რომელსაც სალფეხს ხო, აი ეს რომ ეღიარებინა, რო ეთანამშრომლა, საპროცესო შეთანხმება იქნება და გეტყვით მაგალითს. რომელსაც იმაში გეტყვით, მაგალითსაც მარცხენა ხელით გააჩნდა და მარჯვენა ლოკაში მოწყდა და მოხდა და მარცხენა აი ზუსტად თქვენმა აი ამ საუბარმა გააჩერა ის ციხეში, იმიტომ რომ ის არ წავიდა საპროცესო შეთანხმებაზე, აღიარებაზე, განსხვავებით და მაგალითს მოგიყვათ საფრანგეთში, გეტყვით ხა მაგალითს, საფრანგეთში მაკრონს დაესხა თავს. არაპროპორციული სასჯელით დასჯილი. პროპორციულზეც მოგახსენებ ზუსტად რაც ასევე ტყუილია. თქვენ იცით რომ ეს არის ყველაზე მტკივნეული მედითან ასოციაციის ხელმძღვანელი ხარ. უყურეთ საფრანგეთში სტილი გაქვთ ხა ეგეთი უპატრიცემულობა ბოლო-ბოლო. საფრანგეთში მაკრონს ადამიანი თავს დაესხა, მანაც ცილა გააწნა
და რამდენი მიუსაჯეთ? 18 თვე. ჯგუფურად პოლიციელს და გარეთ არის 30000 გირაოს გადახდით. ბატონ შავა, ხო? დიახ, იმიტომ რომ ითანამშრომლა აღიარა ამას გეუბნებით ზუსტად. აი ამისკენ უბიძგეთ, აი ეს ელჩები, აი ეს NGO-ები ზუსტად ამისკენ უბიძგებდით, რომ არ არა, მაშინ გეტყვით ეხლა რომ დავუბრუნდეთ, სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი ეს იყო. ვეღარ დაგიბრუნდები. პოზიცია და თქვენი არჩევანი გადაწყდა ბატონ ლევანს სიტყვა ძალიან ხო. კაი, ბატონ ლევანს და არა, მარტო არ ხართ, არაოდენი ხართ წარმოდგენილი. დარჩენილი ხართ 2023 წელში, არც ტრამპი შეიმჩნიეთ, არც USA-ის დახურვა შეიმჩნიეთ, არც ყველაფერი ხილება იმისი, რაც ხდებოდა უცხოური დაფინანსებით, არაფერი არ შეიმჩნიეთ, არც მოლოტოვის კოქტეილს რო აფინანსებდა ევროკავშირი არ შეიმჩნიეთ, არც იმას რო აქ უცხო მინისტრები იყვნენ და ხელისუფლების დამხობისკენ რომ მაიდნისკენ რომ მოუწოდებდა შვედეთის კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტ, არც ამას არაფერს არ იმჩნევ. გარშემო რომ ომები ამას არ იმჩნევ, ჩვენ მოგიწოდებდნენ ეს ჩათვლა ამას არ იმჩნევ. ბატონ სანდროსთან გადავალ, იმიტომ ძალიან დაგვიანდა მისი ჩართვა. ასე ზედაპირულად როგორ უყურებთ სამყაროს. დავასრულოთ საუბარი, უსმენთ სანდრო რაქუიაშვილს. კაპიტონათე გესმით ჩემი? არ გესმით ჩემი? არ გესმით. ძალიან სამწუხაროა თუ არ გესმით. ბატონ სანდროს მიეცით საშუალება აზრი გამოთქვა. სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე როგორც ჩანს. წინამდე გივარ. კი. ნუ 1 საათია უკვე. კარგი. ძალიან. იმედია კიდე გვექნება. მიზანია თუ არა რომ პრობლემა გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების და რომელიც აქვს რეგიონულ მედიებს მათ შორის. მარც მე ვარ დაცული იმისგან რომ მეორე დაპატეჟებენ, მაგრამ რასის. მაგრამ დიდი მადლობა დებატებისთვის და იმედია ეს დებატები გაგრძელდება. ხო ხედავთ როგორ მოენატრა ხალხს თქვენ ეთერში საუბარი და კითხვები არ ელევა. პირველ რიგში აქ თავი შეიკავეთ ძალიან. გამჭვირვალობაზე იყო საუბარი და აი რაც ფეტიში გამჭვირვალობაზე, ნუ თუ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდიო, არის მოკლედ სიტყვების თამაში, იმიტომ რომ გამჭვირვალობა ზოგადად მოეთხოვება ხელისუფლებას. ადამიანს რო ძალაუფლება აქვს. მაგალითად, ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების საიდუმლოების უფლება, ფინანსების დაცულობის უფლება აქვს, ფინანსური ინფორმაციის, კომპანიებს აქვს კომერციული საიდუმლოება და ზოგადად ასე არის აწყობილი, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ადამიანს ძალაუფლება აქვს, ხოლო ვისაც ძალაუფლება არ აქვს, ის დაცული უნდა იყოს ამ ადამიანებისგან და არავინ, აი, სკოლათყოფილი ადამიანი არ იტყვის, რომ რადგან შენ პატრიოტი მოქალაქე ხარ, შენი მთელი ცხოვრება უნდა იყოს გამჭვირვალე. ამას არავინ არ ამბობს. ამიტომ ეს უბრალოდ სიტყვის თამაშია და გასაგებია რატომ არის ეს თამაში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რომ აგენტების ფურცლად და გრანტების კანონზე საუბრობთ. ეს არის რომ გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ფული უნდა იყოს კონტროლირებადი. ამ შემთხვევაში საუბარია უცხო წარმომავლობაზე, ამ ფულის და მოდით კითხვა დავსვათ, მარტივი კითხვა დავსვათ. ნებისმიერი გავლენა ცუდია თუ არა? თუ ნებისმიერ გავლენას შეიძლება თავრობის თანხმობა ჭირდებოდეს და ნუ ეხლა ხო უამრავი მაგალითი არსებობს ჩვენი ისტორიიდან, როცა უცხოური გავლენა კარგი იყო. ქრისტიანობიდან დაწყებული, დემოკრატიით დამთავრებული უამრავი რაღაც შემოვიდა ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ გარედან ვიღაცამ ამაზე დახარჯა დრო და რესურსი. და მეტიც ეხლა შორს ვარ წავიდეთ, აი ცოცხალი მაგალითი გვაქვს თანამედროვე ისტორიიდან. თქვენ დამეთანხმებით, რომ ბიძინეიმაშვილს საქართველოში ფული არ უშოვია, ხშირად გითქვამთ, რომ პირიქით ხარჯავს ფულს და მეცენატია და ასე შემდეგ. ანუ მთელი მისი ქონება უცხოეთშია ნაშოვნე, წარმომავლობა სხვა ქვეყნიდან არის. და ასევე დამეთანხმებით ალბათ, რომ 2012-ში რაც გააკეთა, კარგი საქმე გააკეთა. რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა. მაგრამ შეხედეთ ამას თქვენი დღევანდელი გადმოსახედიდან. ანუ ფული სხვა ქვეყნიდან არის, ისიც ვიცით, რომ ბატონ ბიძინას აქვს სხვა კომპანიები, ოფშორული კომპანიები, ბოლოს და ბოლოს კანონი ოფშორებზე ხო იმიტომ მივიღეთ, რომ მას შეეძლოს ფული შემოიტანოს ქვეყანაში და გადაცხადება არ გადაიხადოს. ხო და დანამდვილებით ვიცით, რომ ის არა მარტო საქართველოს მოქალაქეა და ის უბრალოდ მისი პირადი ფულია. სხვადასხვა იურიდიული პირები აქვს და დღევანდელი თქვენი გადმოსახედიდან ის მოექცეოდა ამ კანონის კონტროლს. ან მინიმუმ თუ კონტროლის ქვეშ არ აღმოჩნდებოდა და არ გამოცხადდებოდა უცხოური ძალის გამტარებლად ქვეყანაში, მინიმუმ გამოძიების ობიექტი უნდა გამხდარიყო. მაგრამ თქვენ ხო თან ხვდებით, რომ 12 წელს რაც მოხდა, კარგი რაღაც მოხდა. და გამოდის, რომ თქვენ ახლა ბიძინეიმაშვილს ებრძვით. 12 წლის ბიძინეიმაშვილს. მაგრამ არც ბიძინეიმაშვილი არ ხო უნაკლო, ამაშიც დამეთანხმებით ახლა ბოლოს და ბოლოს ვიცი, წინა პრემიერი კორუფციონერი აღმოჩნდა. იმის წინა პრემიერი მოღალატეა და გაქცეულია. ღმერთმა იცის ამ პრემიერაზე რაც თქვენ, როცა მისი წასვლის დრო დადგება. ხო და ესე იგი, ხო შეიძლება წარმოვიდგინოთ ეს მარტივი სიტუაცია, რომელიც ქართველია, რომელიც ცხოვრობს ქვეყნის გარეთ, არ აქვს მოქალაქეობა და დიდი ხნის ემიგრირებულია და თქვა თავის ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და დაკარგა ჩვენი მოქალაქეობა, მაგრამ ფული იშოვა, გამდიდრდა და დაინახა თქვენი მართლობის ნაკლი.
ნაკლოვანებები და დაინახა ბევრი პრობლემა, რომელიც გვაქვს. ხო შეიძლება მას მოუნდეს დახარჯოს ფული, რომ შექსვალო. რას გააკეთა ბიზნესმენმა 12 წელს. თუმცა იგივე და კიდე უკეთესი, კიდე უფრო დიდი საჩქარი გაუკეთოს ქვეყანას. და თქვენ ხო ამას ებრძვით, იმიტომ რომ თქვენ ხო ამაზე ნებართვას არ მისცემთ. თქვენ ხო ასეთი ფული რომ წამოვა ჩვენ ქვეყანაში, თქვენი ველოიკით უნდა შეზღუდოთ. ხო და რა გამოდის, რომ მხოლოდ თქვენ რაც მოგეწონებათ, რაც თქვენ ხელისუფლება შენარჩუნებს, მარტო ეს უნდა იყოს ნებადართული? ხო და ამიტომ პირველი კითხვა, რომელიც ამის თაობაზე მაქვს, აი ის რომ დაუბრუნდეთ, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, ხო, თქვენი პარტიის თავმჯდომარე, რაღაც ოფშორებში კომპანიები აქვს და ზოგადად გახდება თუ არა მინიმუმ მოკლევის ობიექტი, რომ ხო შეიძლება რომ თქვენი პარტია ასევე რაღაც ირიბად უცხოური ძალის გავლენის რაღაც ინტერესების გამტარი არის ქვეყანაში. ეს ხო ცხადია. და მეორე კითხვა მაქვს, ანუ რაღაც გაგებით ეს არ ეხება ეს თქვენი კანონი, მაგალითად, ჩვეულებრივ კომპანიებს, რომელიც აქ მუშაობენ, ხო? მაგრამ აი მაგალითად დავიღოთ ლუკოილი. ხო არ ეხება ლუკოილს. ხო და მაგრამ აი ხო არავინ არ იტყვის ამ ქვეყანაში, რომ ლუკოილი არის რუსეთის ინტერესების გამტარი. უამრავი მტკიცებულება არსებობს, როგორ მოსყიდული რაღაც პარლამენტარები ევროპაში, მოსყიდული ევროპარლამენტარები და ესე იგი თეორიულად ლუკოილი შეიძლება პირდაპირ თქვა, რომ არის რუსეთის ინტერესების გამტარი ჩვენ ქვეყანაში. როგორც გასპრომი მაგალითად. და იქნება თუ არა შეზღუდვა. თქვენ უპასუხეთ ბატონ შაუასაც მისცემს სიტყვაზე, შემდეგ უკვე გადავიდეთ შემდეგ თემაზე კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხზე და ბატონ ლუკოილს მუშაობენ. არ იქნებიან შეზღუდულები, მაგრამ რატომ არ იქნებიან თუ ასე? ხო, კიდევ ერთხელ მე უსმენ ამ არგუმენტაციას, თუ შეიძლება ასე დავარქვათ და ბევრს ალბათ წარმოუდგენია დემოკრატია როგორც სუპერმარკეტი კიდევ ერთხელ რომ შევა და ამოარჩევს რაღაცეებს, რაღაცა ძე მინდა, ყველი არ მინდა, ის მინდა, ეს არ მინდა. დემოკრატიას თავის წესები აქვს და ამ წესებს ჭირდება პატივისცემა. მათ შორის ფულის ხარჯვა, მიღება, განაწილება, პოლიტიკაში ფულის ხარჯვა, ამას აქვს თავისი წესები. ის კი არა რომ მე ვიცი და არ გეტყვი, ჩემ მეგობარი იყო და იქიდან გავიგე, ესე არა, ინსტიტუციურ დონეზე საზოგადოებამ უნდა იცოდეს პოლიტიკაში უცხოური ფული თუ შემოდის, სად იხარჯება, როგორ იხარჯება და რანაირად იხარჯება და კიდევ ერთხელ ჩვენ არა ვართ არც საქართველოში 1990-იანი წლები და არც მსოფლიო 1990-იან წლებში. ჩვენ ვნახეთ ხო რეალურად მსოფლიო გახდა ძალიან საშიში ადგილი პირდაპირ წყაროებმა, დონორებმა თავად აღიარეს, რომ ამ ფულებს ხარჯავდნენ სხვა საზოგადოებებში, ოღონდ ხარჯავდნენ ისე რაღაცა კეთილი მიზნებისთვის არა. თავადვე უშუალოდ ტრამპმავე აღიარა, რომ ეს ფული გამიზნული იყო იმისთვის, რომ სოციალური შუღლი განვითარებული იყო, საზოგადოების ჯგუფებს შორის დაპირისპირება გაღრმავებული იყო. თავადად თქვეს, ამ ფულის წყაროებმა თქვეს. ამიტომ საქართველოს დღესაც აკეთებს. მე მესმის ეს რაღაც უტოპიური საუბარი, რომ სოფლიო რო კეთილი იყოს და ერთმანეთს ყველა ჭიტები რო ჭიკჭიკებდნენ, ეს გავიგე, მაგრამ დღევანდელი რეალობა არის ასეთი, რომ ერთადერთ ჩვენ არ გვაქვს კიდევ ერთხელ, ჩვენ არ გვაქვს რაღაცა ბირთვული არაღები და ასე შემდგომ, ერთადერთი საქართველოს ამ მოშლილ მორღვეულ სოფლიოში რაც გააჩნია თავის დასაცავად, ეს არის კანონმდებლობა. რომ აღმართოს ფარად ევროპაში სხვათა შორის, ევროპაში ამას ეძახიან დემოკრატიის ევროპულ ფარს. იცით ხო, ამ გამჭვირვალობა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა, ანუ გავაგრძელებთ აუცილებლად, საქართველოში ეს ჩვენ ამას შეგვიძლია დავარქვათ დემოკრატიის ქართული ფარი. ყველა კანონმდებლობა იმაზე მიმართული, იმისკენ მიმართული, რომ წეღარაც ვახსენე ეს საცები იყოს ჩაჭრილი და იყოს რაღაც ქვეყანას კონდეს რაღაც დაცვა იმ მავნე ჩარევებისგან, რომელსაც ჩვენ ხედავდით ამ ნაწილში. რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკურ ნაწილს, იცით რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება არის უზრუნველყოფილი A-დან H-მდე, მოწმდება აბსოლუტურად ყველა შემოსავალი, გასავალი, ხდება დეკლარირება ყველა დეტალის, ყველა ინფორმაციის, ამიტომ აქ მანიპულირება ამ ინფორმაციით მე მგონი უადგია. მადლობა. ბატონ შავაგი გავაგრძელებ თუ შეიძლება. 12 წელს თქვენ ბიზნესმენშვილის ხარეს იქნებოდა ამ კანონით თუ ხელისუფლების. გავაგრძელებთ თუ შეიძლება და მე ვანაც ახსენა, რაღაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რაღაც ხართ პოზიციაში ადამიანი რიყეზე რო გავა და ქვას ვერ დაინახავს. მართლაც თითქოს სამყაროში რა ხდება, ამას ვერ ხვდებით. კიდევ ერთხელ, არ არის ეს 2023 წელი, როდესაც ჩვენ ვამტკიცებთ რაღაცას უცხოურ დაფინანსებას. ეს არის 2026, გამოვიდა 2025, როდესაც დაიხურა USAID, გახსოვთ ის კადრები, ხო, როგორ დემონსტრაციულად მოხსნეს, ასე ვთქვათ, წარწერა მისი მთავარი ოფისიდან. და მთელი ბრალდება, რომელიც დღემდე გრძელდება, თუ როგორ იხარჯებოდა უცხოური ფული სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოს იყო მოხსენიებული, იმისთვის რომ შუღლი, დაპირისპირება და პოლიტიკური გავლენა მოეპოვებინა და კიდევ ერთხელ დემოკრატიის ფარი. კარგით, თქვენ ვერ ხედავთ ამ რიყეზე
ქვებს, მაგრამ აი ევროკავშირი ხედავს მათ შორის, რომელმაც დემოკრატიის ფარი აღმართა და დასაბუთება და განმარტებები რაც არის ამ დემოკრატიის ფარში თუ რატომ არის უცხოური გავლენის წინააღმდეგ ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა საჭირო წაგიკითხავთ. უცხოური ჩარევა წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას იმ უნივერსალური ღირებულებებისა და პრინციპებზე, რომელზეც ევროკავშირი დგას. ასეთ ქმედებებს შეცდომაში შეყავს მოქალაქეები, ზემოქმედებს მათ საარჩევნო ქცევაზე, ამძაფრებს გამყოფ დებატებს, იწვევს პოლარიზაციას, იყენებს საზოგადოების სისუსტეს და ასე შემდეგ. აი ეს არის უცხოური ჩარევა. და ამის აწონ-დაწონვა კი არის საჭირო კარგი ჩარევა და ცუდი ჩარევა, ასე ვთქვათ. არამედ უცხოური ჩარევა, უცხოური ფული უნდა იყოს გამჭვირვალე და მე საზოგადოება თვითონ დაინახავს რაც არის. რაც შეეხება, რაც თქვენ თქვით, თქვენ პრინციპში ამყარებთ ჩვენს არგუმენტაციას. თქვენ თქვით რომ გამჭვირვალე უნდა იყოსო ხელისუფლებაა თუ ასე შეიძლება. დიახ, ზუსტად ეს არგუმენტაცია ადასტურებს რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე და რატო? და ეს არაერთხელ ამიხსნია 2023 წელს. თქვენ გაიხსენეთ რა ჩანაწერები იყო 9 პუნქტებში და 12 პუნქტში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული ყოფილიყვნენ სახელისუფლებო გადაწყვეტილების ყველა დონეზე. სინამდვილეში ეს არის ჩვენ რაც დავინახეთ 2020-დან განსაკუთრებით, როდესაც ვნახეთ რომ დონორები თავის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს პირდაპირ რომლებიც მანამდე კონსულტანტებად, მრჩევლებად, რაღაც ასე იყო, უცებ ჩააყენეს პოზიციაში და ჩვენ მოგთხოვეს შემდეგ 12 და 9 პუნქტით, რომ ასეთი უნდა იყვნენ მონაწილენი გადაწყვეტილების, არა მხოლოდ მონაწილენი, არამედ ვეტოს უფლების მქონენი უნდა იყვნენ. აი ესენი თუ იტყვიან რომ კარგია, კარგი ერთი წამი. თუ იტყვიან რომ კარგია გადაწყვეტილება, კარგია, თუ იტყვიან რომ ცუდია, ცუდია და ზუსტად ამას უხსნიდი მაშინ მე დონორებს სადამ მივიდოდი სადამ მივიდოდი კანონი და ამას უხსნიდი რომ არსებობს ძალაუფლების თუ წარმოვიდგენთ ვიზუალურად რომ არსებობს ძალაუფლების გარკვეული წრე, რომლის შიგნით არსებული ინსტიტუციები ძალაუფლებას ფლობენ, ასეთი არის სახელმწიფო მისიის სამინისტროები, პარტიები, რომელიც ამის მონაწილე არიან და წრის შიგნით ვინც არის, ყველას მიმართ არსებობს გამჭვირვალობის მოთხოვნა, რომ საზოგადოება ვიცოდე რა ინტერესებია. როგორც კი NGO-ები შემოიყვანეს ნაციონალურობისგან, როცა ამ წრეში როგორც კი შემოიხარეს, ზუსტად ამას ვეუბნებოდით მაშინ დონორებს და ელჩებს. როგორც კი შემოყავთ NGO-ები ამ წრეში, როგორც გადაწყვეტილების მიმღები შემოყავთ, მაშინ კეთილი ინებით და იყავით გამჭვირვალე. ასე არ არის, რომ მაგიდაზე ვიდგეთ იყოს NGO, აქეთ ჩვენ მათ იცოდნენ ჩვენი ფინანსები რა ინტერესები დგას უკან, ასე შემდეგ პიროვნულად და ორგან პარტიულად, ყველაფერი ჩვენ არ ვიცოდნენ ბიზნეს ჩართულობა ფინანსური 12 წელს და ასე შემდეგ. ცნობილია და გამჭვირვალეა საკითხები. სხვადასხვა საკითხებზე საუბარი. არის პოლიტიკური საქმიანობის გამჭვირვალობა და ბიძინა ივანიშვილი, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, მისი დეკლარაცია გამოქვეყნდა სრულად და შეავსო მისი ქონების, ფინანსების წარმოშობა ყველაფერი დღემდე არის და შეგიძლიათ ნახოთ და ყველა პოლიტიკოს და შესაბამისად მოხელეს აქვს ვალდებულება ამისი. მეორე, მის მიერ დაფუძნებული პარტია არის სრულად გამჭვირვალე, დღემდე არის და ყოველ ასე ვთქვათ შეგიძლიათ მითხრათ რამდენი დახარჯა ბატონმა ბიძინამ ბოლო წელს თქვენი პარტიის დაფინანსებაზე ან არც წინა 12 წელს ეს არაერთხელ გვითხოვს მე მგონი ბატონ ბიძინას ეწყინება თქვენ რო ეს არაფერი არაერთხელ გვითხოვს მათ შორის პარტიის თავმჯდომარესაც არაერთხელ უთქვას მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების დროსაც არაერთხელ უთქვას რომ ქართული ოცნება თავისი ასე ვთქვათ შემოწირულობით არის სრულად თვითკმარი და არანაირი რაღაც ზედმეტი ჩარევები თუ დახმარებები აქ არ სჭირდება. ნუ ქართულმა ხალხმა გადაწყვიტეს რომ ბატონ ბიზნესმა არ ხარჯავს თუმე ფულს თქვენ პარტიას. არა, მე არ მიყვარს ქართულმა ხალხმა გადაწყვიტეს, მაგრამ იცით რა მაინტერესებს? აი უბრალოდ დავაზუსტებ თუ შეიძლება რა. აი თქვენ უბრალოდ გამჭვირვალობაო და რაღაც გავიგეთ, მაგრამ აი სასამართლოს თქვენ ხურავთ. ეს 6 მილიარდი არაბეთიდან რო შემოდის და პრემიერულ რეკლამას უკეთებს, ამაზე კონტრაქტი საჯარო არის. ეროვნული ბანკი $100 მილიონ კიდულობს ყიდის და არავინ არ იცის კომერციული ბანკების გარდა და თქვენს გარდა. ზოგადად, როცა თქვენ გეხებათ, გამჭვირვალობა არაფერი არის. თქვენ ახსენეთ, რომ ბიზნესში თქვენ ფულს არ ხარჯავს თქვენ პარტიას. მაგრამ ზოგადად თქვენ იმას ამტკიცებთ, რომ არც დაუხარჯია არასდროს. ნუ მე მგონი არ გამოჩნდება სერიოზულად. მე მგონი ჩვენ ყველას გვესმის, მაგრამ მე ცით რა მაინტერესებს, აი თუ გვესმის, რომ წარმომავლობა მისი ფულის არ არის ქართული. რუსეთია, სინგაპურია, რაც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს. იქიდან შემოვიდა ეს ფული. 12 წელს თქვენი ლოგიკით, მას ხო ნებართვა აიღო ფაქტობრივად და თუ ხელისუფლება არ დაეთანხმებოდა, რომ ამ ფულის დახარჯვა მოსულა ხელისუფლების შესაძლებლად, მაშინ ვერ დახარჯავდა. ანუ თქვენი ლოგიკით, თქვენ ხო 12 წლის ბიზნესს ებრძვით.
და მე მაინტერესებს საიდან მოგეთ ეს ლოგიკა ჯერ ერთი იმიტომ რომ თქვენივე კანონით 26 წლის კი თქვენ იმეორებთ ამას მანკაზად 26 წელია მაგრამ მე მაინტერესებს პრინციპი მეორე საიდან პასუხის საშუალებით კიდევ ერთი თემა გვაქვს გადაცემაში დაახლოებით 20 დავაზუსტებ იმიტომ რომ თქვენ შეიძლება მოამზადეთ რაღაც პასუხი გაუბიხარ თავის ადამიანის ამბავი მაინტერესებს გაუბიხარ უნდა იყოს თუ არა გამჭვირვალე თქვენთვის, აი თქვენთვის პირადად გამჭვირვალე უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში. ხო და მე ვამბობ მარტივ რაღაცას. მე მაინტერესებს პირველ რიგში მაინტერესებს თქვენ როცა ამ კანონს წერთ. საბოლოო ჯამში თქვენ რა პრინციპით ხელმძღვანელობს? კანონის უზენაესობას ყველა ადამიანს შეეხება და თქვენ დაიწყებთ გამოკვლევას, ოფშორული კომპანიები ბიზნეს იმაშვილის რაღაცნაირად ჩართული არიან ჩვენ პოლიტიკაში თუ არა, ჩვენ ნახავთ ასეთ გამოკვლევას მინიმუმ თუ ძველი პრინციპი რო არსებობს, გეცოდინებათ, რომ მეგობარს ყველაფერი და მტერს კანონიო. თუ ამ პრინციპით იქნებით და თქვენ ეს სჭირდებათ მხოლოდ მათთვის, ვის თქვენ არ მოგწონთ. მე კონკრეტულ ადამიანზე გეკითხებით, რომელსაც თქვენ დარწმუნებული ვართ და ძალიან აფასებთ მის ჩართულობას ჩვენ პოლიტიკაში და თან თავხდებით, რომ ფული უცხოურია. საიდან მოგოთ უცხოურია ეს ერთი, მაგრამ მეორე ერთი გიპასუხეთ ქართულ ოცნებას რაც შეეხება, შეგიძლიათ შეხვიდეთ განსხვავებით NGO-ებისგან, შეხვიდეთ სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე ალბათ ახლა პარტიების დაფინანსებების დეკლარაციები და ნახოთ 2012 თუ 11 წლიდან 12 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნების თითოეული თეთრი როგორც შემოსავალი, ისე გასავალი აღრიცხული, რომელიც არ უნდათ NGO-ებს, სხვათა შორის ზუსტად ის რაც NGO-ებისგან არის მოთხოვილი, იმაზე დეტალური არის პარტიების ანგარიში მილიონები არ აქვს დახარჯული ეს არის პოლიტიკური შიში, რომელიც თქვენ გაქვთ. თქვენ არ გინდათ რომ კოლექტივს მოწყდეთ სინამდვილეში. კოლექტივს მე მაქვს შიში რომ ვიღაცა უცხოეთიდან მილიონები დამაფინანსებს. იმიტომ მარტივი საკითხია. მით უმეტეს თქვენ პარტიას უყვარს ხოლმე რაღაც ისე წარმოჩენა რომ სითამამის, მაგრამ სწორედ რომ შიში გაქვთ კოლექტივის. რომ მე დამიჭერთ რომ მილიონები შემოვიტანო ქვეყანაში და თქვენ წინააღმდეგ დავხარჯავ. ამ ქვეყნის მოქალაქე, აი ამ კითხვას მე რომ თქვენ წინააღმდეგ მილიონები შემოვიტანო. გინდა თუ არა უცხოეთიდან ფული რომ შემოვა თქვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში დასახარჯად. იცოდეთ მაინც მინიმუმ რაც გამჭვირვალობის კანონით იყო მოთხოვნილი მინიმალური საკითხი რომ ვიცოდეთ ვისი ფული რაში იხარჯება და ამის შემდეგ ვინაიდან განვითარებები იყო ისეთ როგორც იყოს ეხლა უკვე არსებული კანონით და იმცულებებითაც არა მხოლოდ ვიცოდეთ ეხლა უკვე თანხმობაც არის საჭირო რომ დაიხარჯოს ამგვარი ფული. მადლობა ბატონ შალო, ახლა მინდა რომ ყველას მოგცეთ რომ ბატონ შალო ძალიან თქვენს ნაცვლად უხერხულობას გრძნობ როცა ბიზნესს არ აქვს ფული დახარჯოს თქვენ პარტიაზე და ხო ერთმანეთს დაუთმოთ. ბევრი ხარ ყველა გეუბნებით დგას თქვენი პარტია და ამბობთ ფული არ დავხარჯიო. გეუბნებით შედით და ნახეთ დეკლარაცია. ხო და ამაში ეს დეკლარაციის პულია. ჩვენი შემდეგი თემა ეს არის ინიციატივა კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურად და მოწოდების ასე ვთქვათ დასჯადობის შესახებ. ბატონ გია, თუ გნებავთ ამ თემაზე, საინტერესოა თქვენი აზრი, თუ არა და ზოგადად შეაჯამეთ, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად ვასრულებთ ამით გადაცემას. ხო, არა, ნუ ეს გასაგები აქ ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო ამ კონკრეტულ თემაზე, ეს არის სრულიად ასე ვთქვათ რეპრესიული ანტიდემოკრატიული საარჩევნო ინიციატივა, რომელიც ებრძვის სიტყვას. გასაგებია რომ თუ ვიღაცა მოინდომებს და გააკეთებს რაღაც შეეცდება ძალადობრივად დაამხოს ხელისუფლება ან მოუწოდებს ვიღაცას რომ ჩვენ ძალადობრივად უნდა დავამხოთ ხელისუფლება, კი ამას არ ჭირდება ახალი კანონი, ეს ვიცით, მაგრამ თუ ვიღაცას წამს რომ ეს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართული ხალხის ინტერესებს, მეც ასე მწამს მაგალითად, ამიტომ ვამბობდი რომ მეც დასაპატიმრებელი ვარ და ნუ ნახევარი საქართველოს არის დასაპატიმრებელი. ხო, გასაგებია რომ ხელისუფლება ყველას არ დააპატიმრებს, მაგრამ ყველას თვზე მზად უნდა იყოს რაღაც იურიდიული საფუძველი, რომ ნებისმიერი ადამიანი დააპატიმრო, როცა გინდა. ამისთვის არის ეს კანონი და სხვა, ასე ვთქვათ, მას დანიშნულება არ აქვს. ნუ რაც შეეხება ზოგადად, ასე ვთქვათ, იმ საუბარს, ძალიან ბევრი რაღაც ნუ ტყუილი ასე ვთქვათ, მოყვებოდა აი ამ გრანტის კანონების თუ სხვა ამ უცხოური რა ქვია აგენტის თუ რაც ქვია ისა უცხოური გავლენის მატარებელი თუ როგორ არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი. გასაგებია ხალბატონო ნათი ამას თქვა რომ ეს თავისთავად აი ამ
ვინც იღებს რაღაც დაფინანსებას დასავლეთიდან თუ დასავლეთის წინააღმდეგ არის ეს კანონი გასაგებია ფორმალურად არ წერია, მაგრამ ბიჯინა ივანიშვილმა გვითხრა გასაგებად, რომ ეს არის ევროპის და ამერიკის წინააღმდეგ მიღებული კანონი, იმედი არ გაემიჩნებით ბიჯინა ივანიშვილს და თავისთავად რომ ეს უცხოეთიდან თუ იღებ ქველმოქმედებას, ხო, ეს საქველმოქმედო რაღაც ფულს ამით ხდები უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი. ბუნებრივია, რომ ამას გასაგებია, რომ რაღაც ორგანიზაციები შეეგუენ ამას, რომ სხვანაირად ვერ იმუშავებენ, მაგრამ ცხადია, ეს არის შეურაცხყოფელი ნორმალური ორგანიზაციისთვის, რომ მე თურმე ამდენი წელია ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციამ შეწყვიტა ფუნქციონირება და უამრავი ასეთი ვიცი, იმიტომ რომ ბევრი გრანტი მიგვიღია, მაგრამ უცხოური ძალის ინტერესი არასდროს არ გაგვიტარებია და ბუნებრივია მიუღებელი იქნებოდა ჩვენთვის, რომ ასეთი რამე გვეღიარებინა. დაახლოებით იგივე ბიჯინა ივანიშვილის მაგალითს რო ვიღებთ, თქვათ ბიჯინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი ფული შესწირა ეკლესიას და რაღაც სამება დიდწილად მის ფულით არის აშენებული, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ეკლესიამ უნდა იქადაგოს რასაც ბიჯინა ივანიშვილი ეტყვის და ბიჯინა ივანიშვილის ინტერესის გამტარებელი უნდა იყოს. ეს იგივე ლოგიკა. და კიდევ ერთი, რომ რაც ზოგადად ეს ამით დავამთავრებ, რომ ევროპის ჩარევა და დასავლეთის ჩარევა და ამას განმარტებით ბარათი რასაც დავარქვი ბიჯინა ივანიშვილის სიტყვა, რომ აი თურმე 2003 წლის რევოლუცია NGO-ებს ჩაუტარებია და დასავლეთს ჩაუტარებია და ამიტომ ეს არ იყო ქართული ხელისუფლება. ხო, ეს რა თქმა უნდა აბსოლუტური ტყუილია. ნამდვილად არ მჯერა რომ რომელიმე დონორმა დააფინანსა მოლოტოვის კოქტეილების წარმოება, ეს წარმოუდგენელი რამეა. შეიძლება ვიღაცამ გააკეთა მოლოტოვის კოქტეილი, როდესაც ვიღაცას ოდესღაც გრანტიც მიუღია, ეს სხვა თემაა, მაგრამ ასეთი რამე შეუძლებელია. ესე იგი, მაგრამ ამავე დროს რაც მართალია, დასავლეთის, დახმარება, ბევრ რამეშია დახმარება, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სფეროში დახმარებით, როცა ეხმარება ის საქართველოს, ის სიტუაციურად ყოველთვის ეხმარება ოპოზიციას რაღაც ზომით. იმიტომ რომ ოპოზიციას მეტად ჭირდება. ასევე თქვენ ბასაკი კი ამბობს ივანიშვილის აპირისპიროს, თქვენ რომ მოხვედით, თქვენ არ იყავით მაშინ იყავით deep state-ში მუშაობდით, მაგრამ როცა მოვიდა ქართული ოცნება, მაშინაც NGO-ები იყვნენ მისი მოკავშირეები 90%. ბატონებო, თუ მისაღებია, მიცეთ ოპონენტებს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და შემდეგ გვეყოფათ, რომ დაახლოებით 3 წუთი ივარაუდეთ და შემდეგ უკვე იგი პასუხობს. ბატონო, გიაქვთ, რომ ის მოქმედებდა უცხოური ძალის ინტერესებით, ან დამფინანსებელი ამ შემთხვევაში. ეს შეურაცხყოფა. ანუ ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. მის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ან ასე არ არის, რომ ამ იმის საწინააღმდეგოდ მე რო ვაჩუქებ ვიღაცას ფულს. ანუ ესე იგი არის რომ იმანა ჩემი ინტერესები დაიცვას ან პირიქით დამიპირისპირდეს. მე მოქმედებდი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. და დამფინანსების ინტერესების საწინააღმდეგოდ? საწინააღმდეგოდ არა. და მისი ინტერესი, დამფინანსების ინტერესი იყო თქვენ საქმიანობაში? დაფინანსებლის ინტერესი ზოგადად იყო საქართველოში განვითარდეს დემოკრატია. მაგრამ ის რასაც მე ვაკეთებდი არ იყო არ ემსახურებოდა დაფინანსების პოლიტიკური. შეიძლება, მაგრამ აი ეს ემსახურება საქართველოს ინტერესს, როცა ამას აკეთებს. მოლოტოვის კოქტეილის კამპანია. ეს ემსახურება. მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას რომ აფინანსებდა, ეს თქვენ ამბობთ და მე ამისი არ მჯერა, ეს თქვი უკვე. თქვენ გავიგეთ რომ რიხეზე ისე გადიხართ რომ ქვას ვერ ხედავთ, მაგრამ ჯერამჯერაზე ხო არის. ეს რაღაც რელიგიური საკითხი კი არ არის, ეს არის ფაქტი. ხო, კი ბატონო. სირცხვილია, რომელსაც ესე ივანიშვილი ამბობდა, თქვენ ამბობთ, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელიც მართავს ევროპასა და ამერიკას. ეს არის სრული ზღაპარი, ხო, ბოდო. ყოველდღე ამას ამბობდა, არავითარი არგუმენტი ამისი არ არსებობს. ეკამათეთ ტრამპს. ტრამპი არ ამბობს მაგას. ტრამპი საკუთარ deep state-ებისთვის, საკუთარ ბიუროკრატიას. გასაგებია, ძალიან გთხოვთ. ის რასაც თქვენ ამბობთ deep state, რასაც თქვენ უძახით და რასაც ტრამპი უძახის. მაშინ ტრას ედავეთ. ყოფილ პრემიერ-მინისტრი ისიც თავისი და გამოდის ესლებს თელობა აკრძალოს თქვა რიგი პოლიტიკური პარტიები და ასევე თქვა დასჯადი იყოს თქვა ხელისუფლების არაღიარება, რა თქმა უნდა დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, სადაც საქართველოს კონსტიტუციის ანუ ქვეყნის უზენაეს კანონის მე-17 პუნქტში საუბარია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და საყოველთაო დეკლარაციას, რომელიც
1958 წელს იქნა მიღებული გაეროს მიერ, სადაც ასევე ლაპარაკია გამოხატვის თავისუფლებაზე და 1966 წელს მიღებულ საერთაშორისო პაქტზე პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შესახებ. იმიტომ სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი, ოდესაც კი მოწოდებაა ძალადობისკენ, აბსოლუტურად ვემიჯნებით, ბუნებრივია, მაგრამ გამოხატვა საკუთარი მოსაზრების და მით უმეტეს ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში აქვს საფუძველი, რა თქმა უნდა, კრიტიკული იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც პირდებოდა ჩვენს ქვეყანას, თქვათ, 100 ქარხნის გახსნას, მაგრამ არ გაიხსნა 100 ქარხანა, ტარიფების შემცირებას ორჯერ, მაგრამ ტარიფები პირიქით, ესე იგი, გაიზარდა, რომ თქვათ, იქნება, თქვათ, საოცარი დემოკრატია და ამავე დროს, თქვათ, ჩვენ ვხედავთ Amnesty International-ის ანგარიშებს, Freedom House-ის ანგარიშებს, სამწუხაროდ როგორც ასეთი, რომ თითქოს კორუფცია ბატონმა ბიზნესმა ბძანა, ხო, რომ ესე იგი, რამდენიმე თვეში კორუფცია მოისპობა, მაგრამ ამ დროს ხედავთ, რომ ოქროს დოდები და მილიონობით დოლარი გამოიტანეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, მისი სახლიდან რამდენი კორუფციული გარიგებები იყო, თქვათ, აქ ძალიან კარგად ხედავთ ამას ყველაფერს, ოდესაც საქართველოში 600,000-ზე მეტი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ხოთაშორის დღეს ხელისუფლება აპირებს, რომ გაუქმოს რიგ ადამიანებს ეს სოციალური დახმარება, როდესაც, თქვათ, მილიონზე მეტ ადამიანს საქართველოში გააჩნია, თქვათ, საბანკო დავალიანება, გახსოვთ, ხო, ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხო, ის საფქრო რო კითხა ჟურნალისტმა, რომ აი რამდენ ადამიანს აქო კრედიტიო და ხო, მაშინ ბანკირი დაიქირავებინათ, ეს ცინიკური განცხადება იყო. ხო, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას რუსეთთან, საქართველოს ვერ დაიწყებდა ომს, ისევ და ისევ და თავდაცვითი ომი საქართველოს კონსტიტუციის 98 მუხლის მიხედვით და გაეროს წესდების 51 მუხლის მიხედვით, საქართველოს სუვერენული უფლება ინდივიდუალურ და კოლექტიურ თავდაცვაზე, როგორც ასეთზე, ამიტომ საფუძველი არსებობს იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყოს, თქვათ, კრიტიკულად განწყობილი თქვენი ხელისუფლების მიმართ, როგორც ასეთ, კი ბატონო, ხო, აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ თქვათ, ისევ და ისევ დემოკრატია შეექმნება ამ შემთხვევაში პრობლემა და დემოკრატია ციცორი მძარებდა თავის დროზე, რომ მართლმსაჯულება, როგორც ასეთი არის სახელმწიფოს საფუძველი და ხელისუფლება დღეს ებრძვის, თქვათ, თუნდაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც საქართველოს ინტელექტუალურ ელიტას წარმოადგენენ, ოვიდიოს აქ, ესე იგი, ცნობილ რომელს თქვა მირო, სწორედ განათლებულ ადამიანს ძალუც თავისუფლება. აქედან გამომდინარე, თავისუფლების აზრის წინააღმდეგ ბრძოლა ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, მათ შორის, თქვათ, როგორც ქართული ოსტების მოწინააღმდეგეს, მათ შორის მომხრეების და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. და თქვენ ძალიან გთხოვთ, არ შეაწყვეტინოთ, იმიტომ რომ ბოლოს გექნებათ პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. ასოცირების ხელშეკრულება არ გაგვიუქმებია, ხო, მე თანხმებით არ არის გაუქმებული ასოცირების ხელშეკრულება. თქვენ შეაჩერეთ მოლაპარაკება, მაგრამ თქვენ არ გაგიუქმებთ ასოცირების ხელშეკრულება და მე თანხმებით ალბათ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში რამდენიმე თავი გაქვთ, მე 20 თავს გაგახსენებთ, რომელშიც პირდაპირ აიღეთ ვალდებულება, უпроსტად თქვენი ინიციატივით ჩაიწერა ქართული ოცნების ინიციატივით, რომ ყველა გადაწყვეტილებაში ჩართავდით სამოქალაქო ორგანიზაციებს. ეს ვალდებულებით ნაწილში გაქვთ გაწერილი და შემდეგ 2014 წელს რომ მოაწერეთ ამას ხელი, მის შემდეგ არც ერთი თეთრი არ გამოგიყვიათ სახელმწიფოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დაგეფინანსებინათ ამ დიალოგში მონაწილეობის მიმართულებით. თქვენ თავად უთხარით მე ევროკავშირს, რომ მე ამისთვის ფული არ მაქვს და გადაუხადეო და მე ამ პოსტფაქტუმ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს აიძულეთ, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესში ჩაწერილი იყვნენ. ზუსტად ესეა ფაქტია. თქვენ ვერც ერთ თეთრს ვერ დამისახელებთ, რომ გამოყოფილი გქონდათ იმ ვალდებულებისთვის და ინიციატივისთვის, რომელიც თქვენს მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში ჩაწერეთ. ხომ ეთანხმებით, რომ ამ ხელშეკრულებას გააჩნია მე-20 მუხლი, რომელშიც სიტყვასიტყვით წერია, რომ ყველა გადაწყვეტილებაში უნდა ჩაგერთოთ სამოქალაქო სექტორი. კითხვებს ჩამოთვლი მარტო, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ერთი წუთი რა. ესე იგი, გამჭვირვალობაზე რომ საუბრობთ ახლა ჩვენ აქ ამ ნაწილში, ხო? ნახეთ რა ტიპის გამჭვირვალობები გვჭირდება. მათ შორის ახლა გამჭვირვალობა რომ დავიწყოთ, მათ შორის ჩვენ მედიებს ძალიან გვაინტერესებდა არაერთი პრემიერ-მინისტრის პირობებში, როგორ აგროვებდა ვალებს მაუწყებლები და მედიები, როგორც სხვათა შორის პროსამთავრობა, მათ შორის ტელეკომპანია იმედი რამდენიმე მილიონი ისე ოპოზიციური, იმიტომ რომ ზოგადად თქვენ გეხართ ამ პოლარიზაციაზე, მაშინ როცა არც ერთი დამოუკიდებელი აქტორისთვის არანაირი სივრცე არ იყო, გამჭვირვალე გვინდა გახდეს როგორი ტიპის გადაწყვეტილებებით მიიღებოდა ეს შედეგი. რამდენიმე მილიონიანი ვალის დაგროვება, როცა დამოუკიდებელი მედიისთვის ერთი არც უცდია დამოუკიდებელი მედიას არასდროს რომ არ გადაეხადა და გადასახადა ეს გაუგონარი რამეა ამ ქვეყანაში. როგორ უნდა გააშუქოს საერთოდ რამე, თუ კი გადასახადს არ იხდიდა სოციალურ საკითხებზე საერთოდ როგორ უნდა ილაპარაკოს შემდეგ.
ჩვენ ასე ვეცით რა რაღაცა რატო არის იცით გამოგონილი საკითხი მათ შორის ლეგიტიმაციის ნაწილი? რეალურად ეხა თავს თუ იტყობს ვინმე არ ვიცი, მაგრამ გადასახადებს ვინც იხდის ის ავტომატურად გაღიარებთ როგორც ძალაუფალს, ხო? და რაზე ვის აძალებთ ეხა რომ კიდე დამატებითი აღიარება გქონდეთ შიგნით? თქვენი პრობლემები გარეთ არის და შეიძლება კომპლექსების მაგიდან მოდის რომ ზოგადად აღიარება არა გაქვთ და ეხლა ამიტომ იგონებთ ამ კანონს, მაგრამ შიგნით მართლა ვინ იტყუებს ეხა თავს რომ ვინც გადასახად იხდის თქვენ როგორც ძალაუფალს არ გხედავთ. რომ გავაგრძელოთ გამჭვირვალობა ჩვენ რა ნაწილში გვჭირდება, იცით თქვენ როგორც პარლამენტი რამდენად ასრულებს ფუნქციას რომ გამჭვირვალე იყოს არაერთი კატასტროფულად ხმაურიანი საქმე. არ ხედავთ, როგორ არ ხედავთ, მაგას ხედავთ, სწორედ 20-23 წლის მერე და 20-24 წლის მერე რა ხდება ამ ქვეყანაში, აქ არაერთი ისა პრემიერ-მინისტრის მაღალჩინოსის საქმე უკვე ჩამოთვალეს. ამასთან დაკავშირებით, აი ბოლოს რო გავიხსენოთ კვარაცხელია საქმე, რომელიც პროკურატურამ დადო, თქვათ, მათ შორის. აი ამ საქმე თქვენივე პროკურატურა ამბობს, რომ გენერალური პროკურორი, რომელიც კოლ-ცენტრების საქმიდან დაწყებული უკვე ორგანიზებულ მკვლელობაში მონაწილეობაში ლამის ბრალდებული ადამიანი, ხო, ლამის კი არა და არის ბრალდებული და იცის deep state-ს აბრალებს, რომ თქვენ გაიძულოთ. ახლა მის წინააღმდეგ მოქმედება. როგორ მოქმედებთ, როგორ პარლამენტი, როგორც კვარაცხელია საქმეზე, ფარცხალაძის საქმეზე, რიჯვაზის საქმეზე, თავი მოიკლა, იკლავდა, მოკლეს, სად არის ეს ადამიანი, ბაჩალიაშვილის საქმე, რომელიც გლდანში შეუქმნია. არა, ვარ გეჩვით ჩემი და ბაღები და სკოლები 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. ბატონ სანდროს უნდა მიცეთ, თვითონ ვეღარ მოასწრებს თავისი აზრის ჩამოყალიბებას. როგორ უზრუნველყოფთ გამჭვირვალობას. ფალსიფიცირებული პროდუქტების საქმე, რას ჩამთ, რითი ვიკვებებით, დავითაშვილის საქმე, გაზი, დენი, ელექტროენერგია, ჰესები, ბაჩიაშვილის საქმე, რომელმაც აი არ ვიცი, ჰესებთან დაკავშირებით უკვე თქვით, გიგაავანია საქმე, ორგანიზებული დანაშაულება. ამაზე როგორ უზრუნველყოფთ თქვენ? როგორ უზრუნველყოფთ თქვენ? პარლამენტის გამჭვირვალობას. რომელიმე BBC-ს საქმე, თქვენ რო იჩივლეთ BBC-ში ბატონო შალვა და ისინი ამბობენ რომ დაგიბრუნეს უკვე პასუხი რომ ჩვენო ყველაფერი ფაქტებზე გქონდაო. მიკროფონს ხوار გაგიქიშავთ, არა ძალიან საგამოძიებო ჯგუფს რომ გავიქოთ წყლის ჭალში რა იყო შერეული. ამაზე როგორ გქონდით გამჭვირვალობებს. ვერ ჩამოთვალე ყველა ბატონი მაგდა არ მაწვდით. ძალიან ბევრ რამეს ამ ქვეყანაში ჭირდება გამჭვირვალობა ბატონო შალვა. გასაგებია. ბევრს რამეს ჭირდება და გამოძიებას ერთმანეთში. არა, არანაირად მე გეუბნები თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს გეკითხებით. რა მე გასაგებია თქვენი კითხვები, უკვე დასვით საკითხებზე რომ სხვა გენერალური პროკურორი არ აღმოჩნდეს ასეთ საქმეებში. სხვა პრემიერ-მინისტრი ან წინაზე რა ხდებოდა. ისევ არ გესმის? ამ ხელა სისტემური დანაშაულებები ილაპარაკა თქვენმა გენერალმა ისა თქვენ აღარ ისმის თქვენი ხმა უკვე რომ არ განამეორდეს სისტემური დანაშაულებები რომ კარგით, გავთიშოთ. სხვა გზა არ არის, ძალიან მწუხვარ. არ მეგონა თუ ამ მეთოდს მიმართავდით ამ ეთერში, იმიტომ რომ გონია რომ პატივისცემით ვართ განწყობილი ერთმანეთის მიმართ, ყოველ შემთხვევაში ოპონენტები მაინც, მაგრამ ბევრი ისაუბრეთ გაცილებით. ბატონ სანდრო, გისმენთ. მადლობა. მე შევეხები არაღიების კანონს, რადგან დროას სწრაფად იწურება. აი ლეგიტიმურობის კანონიკური გაგება არის ადამიანის აღიარება. და ჩვენ რო შევხედოთ, აი ის ხალხიც, რომელიც რუსთაველზე ყოველდღე გამოდის, თქვენ გლანძღავთ, თავისი ქცევით აღიარებს ამ ხელისუფლებას. იგნის გადასახადებს, ასრულებს თქვენი პარლამენტის მიღებულ კანონებს, ემორჩილება პატრულს, როცა გააჩერებენ და ასე შემდეგ. ანუ ქცევით ყველა გაღიარებთ. მაგრამ აი სიტყვების და აქმების დონეზე, აქ ბუნებრივია ოპოზიციის დიდი ნაწილი არ გაღიარებთ და თქვენ აქმებში თქვენ გეშინიათ, რომ არ ხართ აღიარებული რაღაც კომპლექსი გაქვთ ამის და ხალხს გიდათ რომ აღიარებთ. შეიძლება ერთ-ერთი ადამიანი ვარ ამ დარბაზში, ვის ლეგიტიმურად გაღიარებთ. იმიტომ რომ თქვენი ეს კომპლექსი რომ არ მაღიარებენო, ამას გადააყოლეთ ფაქტურად სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, აი ეს არის ხოლმე ევროპაში და კანადაში მაგათი ტრანსები რო ითხოვენ, გინათ რა ხალი დამიძახიო, მიუხედავად რომ კაცი არის, რომ ისე არის, გინათ რა მაღიარებთ. ასე გამოგდით თქვენ. მაგრამ იცით რა მაინტერესებს, რომ კითხვაც მაინტერესებს, რომ გავიგო ეს ამბავი, იმიტომ რომ წინაზე ბიზნესმენშულზე კითხეთ და საბოლოოდ პასუხი ვერ გავიგე ზუსტი და ეხლა მე სხვა მაინტერესებს. აი ჩვენ ქვეყანაში არის ხალხი, ბევრი ადამიანი, რომელიც არ გაღიარებთ. და რაღაც თქვენი ვიწრო გაგებით ლეგიტიმურობის სამართლიანად არ გაღიარებთ. ეს არის პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება გეცოდინებათ, პუჩის შედეგად დაამხეს. სრულად არალეგიტიმურად. ამიტომ ათასობით ადამიანი ჩვენ ქვეყანაში მიიჩნევს, რომ ყველა შემდგომი ხელისუფლება იყო არალეგიტიმური. მათი ჩატარებული არჩევნები იყო არალეგიტიმური და უნდა აღვადგინოთ თავდაპირველი ხელისუფლება და ასე ვთქვათ, აღვადგინოთ ამით ლეგიტიმურობა. ამ ხალხს აქვს თავისი ორგანიზაციები დაფუძნებული, ისინი აქტიურები არიან საჯარო სივრცეში, ბევრი მოწოდებაში ალბათ გინახავთ სხვადასხვა დროს. და თქვენი ლოგიკით ამ ხალხს ციხე ემუქრება.
ხო და მე ისევ მაინტერესებს უბრალოდ. აი ეს ხალხი, რომელიც საჯაროდ მრავალჯერ ორგანიზაცია აქვს დაფუძნებული, რომელიც ფაქტობრივად თქვენ ლეგიტიმურობას ეჭვს აყენებს ყოველდღიურად. აი ამ ხალხს ემუქრება დაჭერა თუ ისევ და ისევ შერჩევით სამართალს უბრუნდებით, როცა თქვენ კანონს გამოიყენებთ მხოლოდ თქვენი პირდაპირ ოპონენტების წინააღმდეგ და დანარჩენებისთვის როგორც გაგიხარდებათ. ამიტომ თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ რა ბედი ეწევა კი ბატონო. ბატონ ლევანს მიწევთ პასუხის შესაძლებლობა და ბოლოს შეაჯამებს ბატონ შავა და ამით დასრულდება დღევანდელი გადაცემა. მოკლედ შევეცდები რომ შევაჯამო პრინციპი არის ძალიან მარტივი და ეს არ არის მარტო ქართული პრინციპი, ამ პრინციპზე თანხდება ყველა. შიგნითაც და გარეთაც, რომ ვინც პოლიტიკაში ერევა, ვინც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენს გავლენას, ყველა მათგანის საჯაროობა და გამჭვირვალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ფინანსურ ნაწილს გულისხმობ და სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გასული წლი 22 განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ ჩვენ ხედავდით რა ხდებოდა, რა მდგომარეობა იყო ჩვენს გარშემო, ჩვენ რომ ამ კანონმდებლობით თავი არ დაგვეცვა, ჩვენ დღეს იარაღით ხელში მოგვიწევდა ამ ქვეყნის დაცვა უცხოური გარეშე ჩარევების წინააღმდეგ. რაც შეეხება აღიარება არ აღიარების თემას, აი არ ვიცი ხან ფიქრობ ხოლმე რომ უბრალოდ ორი სიტყვა ამოიკითხეს კანონიდან და ამით მერე დასკვნების გამოტანას ცდილობენ. ამ კანონის ჩამონათვალი, კანონის აღწერაში, კანონ პროექტის აღწერაში არის ჩამონათვალი რა ერთობლიობის შემთხვევაში შეიძლება დადგეს სიცხლის სამართლის სასჯელი. მათ შორის რამდენად რეალურია ეს საფრთხე, რამდენად სისტემატიურია და ასე შემდგომ. ამიტომ რა თქმა უნდა არა. მაგრამ საერთო ჯამში რომ შევაჯამოთ ჩვენ თავიდან როგორ დაიწყო გახსოვთ ხო? თავიდან დაიწყო უბრალოდ სიძულვილის ენით. მერე გადავიდნენ კეფაში ტყუიების მუქარით, მერე გადავიდნენ მათ შორის ჩემი კოლეგები ქალ პარლამენტარები და მივარდნებით და ბავშვების მუქარით და ასე შემდგომ. აი ესე ნელ-ნელა. ვითომ არაფერი, ხო, ვითომ იქ რუსოვი ძახე, ვითომ იქ მერე რა არ გაღიარე, ის არ ვქენი, აი ესე ნაბიჯ მოვედით 4 ოქტომბრამდე ხელისუფლების ძალადობით დამხობის ცდილობამდე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ამიტომ არის რომ თითოეული ასეთი გამოვლინება, რომელიც საბოლოო ჯამში სამწუხაროდ ჩვენ ნახეთ პრაქტიკაში მიიყვანა საზოგადოების დიდი ნაწილი მიიყვანა ძალიან მძიმე დანაშაულებამდე, თავიდანვე რო იყოს ეს გადაზღვეული ამ ნაწილში. ამიტომ კიდევ მე როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, პრინციპი ახალგაზრდა კაცი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მით უმეტეს ესეთ საგიჟეთში რაც იმყოფება დღეს მსოფლიო, ასე დროს ქვეყანა მაქსიმალურად იყოს დაცული მავნე უცხოური ჩარევებისგან და საბოლოო ჯამში მიზანი სწორედ ეს არის, რომ ქართულ პოლიტიკაში ქართველი ხალხის ნებართვის და თანხმობის გარეშე უცხოური ფული არ ტრიალებდეს. მადლობა ბატონ შავა, გისმენთ თქვენი შემაჯამებელი სიტყვა და მაყურებელსაც დავემშვიდობებით. მადლობა. უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ ხაზგასვავ, მე ერთი იმედგაცრუება უნდა დავაფიქსირო. მახსოვს 2023 წლის განხილვები, მათ შორის ქალბატონი ნათიაც იყო ამის მონაწილე. სამწუხაროდ ისე ვიქხარ დარჩენილი. თითქოს დედამიწა არ ბრუნავს, არაფერი არ მომხდარა, ამერიკაში ხელისუფლება არ შეცვლილა, USAID არ დაკეტილა, ომები ზოგი არ დაწყებულა, არ დამთავრებულა, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ისე ვიქხართ. მართლა ისეთ შთაბეჭდილება მაქვს, სხვადასხვა გაზეთებს ვკითხულობ, თუ სხვადასხვა ტელევიზიებს უყურებთ. და რატომ ლევანმა ჩამოთვალა მაგალითები, ხომ? ჩვენ ამასობაში რამდენი რამე გავიარეთ და გავიარეთ მათ შორის უყურებდით უცხოური ჩარევა როგორ იყო ქართულ არჩევნებში პირდაპირ. უცხოური გარედან მხარდაჭერილი ადამიანები როგორ ამკვიდრებენ სიძულვილის ენას, როგორ ამკვიდრებენ ძალადობას, როგორ ფინანსდება პოლიტიკა. ეს ყველაფერი ხდება და მართლაც თვალის დახუჭვა, რიყეზე გასვლა და ქვის არ დანახვა, ამას რაღაც სპეციფიური რაღაც იგნორანტული დამოკიდებულება სჭირდება ალბათ ან საკუთარ მართლაც აი რაც გვირაბის ხედვა, როდესაც აი გარშემო ვერაფერს ვერ ამჩნევთ. ამიტომ სამწუხაროა, მაგრამ მე მგონი ეს დებატების გახსნა ნელ-ნელა ყველას მიიყვანს და ამიტომაც იყო სხვათა შორის, ამიტომაც არ უნდათ დისკუსია და დებატები ოპონენტებს გულისხმობ, რომ გამოჩნდებოდა არგუმენტები. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთხელ რამდენიმე გადატრიალების ცდილობა, მათ შორის რომელშიც ჩართული იყვნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფები და ასე შემდეგ 2003 წლის შემდეგ რამდენი რამე მოხდა და მე მგონი გადახედოთ უახლეს ისტორიას და ყველაფერი ნათელი იქნება. ეხლა რაც შეეხება არაღიარებას და ლევანმა სწორედ აღნიშნა. მთელი ირონია ის არის, რომ არსად არცერია კანონში, რომ არაღიარებაა თავად რაღაცა დანაშაული. სინამდვილეში მარტივად საჭირო არის მუხლის წაკითხვა, რომელიც მათ შორის არაღიარებას არ ეხება, ეხება ექსტრემის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
ეს არის მისი სათაური და მისი არსი. და გეტყვით მოკლედ, აი რო წავიკითხო და თქვით მაგალითად რომ საქართველოს მოქალაქე ასე დიახ, გეტყვით. კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ მოწოდება. თქვენი აზრით ეს დაშვებული უნდა იყოს, რომ მასობრივად დარღვევისკენ მოწოდება. ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება. ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ მოწოდება. საკუთარი თავის წარმოჩენა როგორც სხვა ხელისუფლება და ამას მიყვება, აი ერთობლიობა სწორედ ეს არის, რომ აი ეს ყველაფერი გეტყვით, ხო და უკვე ხო და რომ დაიწყებთ მუხლის კითხვას პარლამენტში ვიყავით 4 წელი, ხო? მე ხო უნდა გააგრძელოთ დანარჩენი. აი ეს ყველაფერი რომელიც ამავე დროს მიმართულია იმისკენ რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმა ჩამოაყალიბოს და აზიანებს საქართველოს ინტერესებს და ქმნის ამის რეალურ საფრთხეს. აი ამ ყველაფრის ერთობლიობა არის. ამას ყველაფერს ჩვენ კი არ ვადგენთ, ამას ყველაფერს ადგენს სასამართლო, რომელიც მოგეხსენებათ რამდენჯერაც მივიდა სტრასბურგამდე საქმე, ყველგან ჩვენი სასამართლო აღმოჩნდა მართალი. ამიტომ ეს კანონი სინამდვილეში კი არ ზუგავს სიტყვას. ეს კანონი სინამდვილეში იცავს ზღუდავს ანარქიას. ეს კანონი უპირველეს ყოვლისა იცავს ყველა მოქალაქეს, იმიტომ რომ ცალკეული მოქალაქეების ექსტრემისტული ჯგუფებმა არ უნდა შეაფერხონ სახელმწიფოს მუშაობა, ანარქია არ უნდა იყოს ობსტრუქცია. ამ ყველაფერს შეეხება ეს კანონი, ასე რომ აბსოლუტურად შესაბამისი არის ყველა როგორც შიდა ისე გარე ინსტრუმენტებთან, იქნება ჩვენი კონსტიტუცია თუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და კიდევ ერთხელ მარტივ რაღაცას ეხება. ჩვენ ამას ვხედავთ კიდევაც, ამასაც გარედან ცდილობენ. სულ მარტივად როგორც ლევანმა თქვა, რომ ეს წვეწვეთად ხან ის რუსეთის რეჟიმი ასე შემდეგ. აი უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, NGO-ები არ დავასახელებ, მაგრამ ცნობილი მილიონერი ორგანიზაციები საზოგადოებას ვაცნობთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს, არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა ყველა კანონი, რომელსაც არალეგიტიმური ამას აფინანსებს, მათ შორის ევროკომისია აფინანსებს. აი ამას რა თქმა არა, თქვენ მაშინ თქვენ ერთმანეთში ურევთ, თქვენ ვერ ხვდებით რა არის პასუხისმგებლიანი დონორობა. თქვენ გონიათ ფული მიეცი და ხელები დაიბანა, ხომ? აი ესე ასე გვაყიდებდნენ. აი ზუსტად ასე გვაყიდებდნენ ჩვენ, რომ მე ფული მივეცი და რაში მეხება და ესე არ არის. ფული მიეცი და აქ მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს, მე შენი ფული დაბეჭდილი პლაკატით წაახალისეს ევროკავშირის ფულით. თუ გრანტი არ მიიღე და განაცხადე რომ არალეგიტიმურია მთავრობა, ისინი ნებდა პასუხი აგენ. ეხლა გადავიდეთ ისევ დებატზე, არ გამოვა ბატონშავა, შეაჯამეთ და მე დავიმშვიდობებ. დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა ჩვენ მაყურებელს, რომელიც ბოლომდე გამოყვა. დებატები ღია ეთერში დღეს ამი დასრულებულია. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს. კარგად გზარდებოდეთ.